საღამოშვიდობის თქვენ უყურებთ ღია სივრცეს, მე ნინო ზაუტაშვილი ვარ. სახაროვის პრემიის მფლობელი პირველი ქართველი. ასე მოიხსენიებს მზია ამაღლობელს თავისუფალი სამყარო. ჟარდადებული მზია ამაღლობელი, ეს ქართული ოცნების განაჩენია. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს თავისუფლება 2 წლით აღუკვეთეს. გასულ კვირას მისი საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა. მინდა გამძლეობა და გამარჯვება უსურვო წინააღმდეგობაში მყოფ საზოგადოებას. მინდა მადლობა უთხრა დარბაზში მყოფ აუდიტორიას და დარბაზ გარეთ მყოფ თანამოაზრეებსაც, რომ მარტო არ ბრძოლობენ ამ დარბაზში. მოდი მოусმინოთ რამდენიმე იმ ადამიანებისგან, ვისაც მზიას მიერ სასამართლოში წარმოთქმული ეს სიტყვები მიემართება. თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ექსხლიანი გერგიას! ექსხლიანი გერგიას! ხელობაზე მუშაობა ამიტომს. ლუსანი ვარ. ოჯახში მუშაობდი და შეუჩერია ხა სამ ადამიანს სამუშაო და წამოვედი. მზია სხვადასხვა მოვედი. არ ვიცნობდი. ის გაიგეთ. პირველად რო დააკავეს მაშინ. ქართულობაზე რო გვესაუბრებიან, ქართულობას ვართმევენ. ეს ადამიანი რომელის გამოც დაეჭირეს, შენი მზია დააპატიმრეს სილის გაწნის გამო, ხო? კაცი ჯერ კაცობაზე საუბრობენ, ადამიანებს საუბრობენ და ხალისგან სილის გაწნა მით უმეტეს იმ ხალისგან რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენეს და კაციშვილი არ გამოდგა მის გვერდში ერთი ადამიანი მაინც რომ შეეჩერებია ეს ნაზირალა ვინც ეს გააკეთა. სახელმწიფო აღარა გვაქვს, აღარაფერი აღარა გვაქვს ალბათ და ამისათვის არის მოსული ყველანი აქ რომ ვიბრძოლოთ იმისათვის რომ მზიასთან ერთად მივიდეთ ბოლომდე გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს და გადაჩენაზეა საუბარი უბრალოდ. მარტო იმაზე არ არის საქართველოს. გვექნება თუ არა ამაზეა საუბარია. სრული ხარდაჭერა მას ავისავა და იქნები ბრძოლაში ბოლომდე მის გვერდში. ეს მოსამართლე მარგველაშვილმა ეს გადაწყვეტილება შეცვალა. ნეტა როგორ შევა ისტორიაში მოსამართლე. ნიკოლოზ მარგველაშვილი თუ არ ვცდები ხო კოლეგიას რომელიც ხელმძღვანელობს შევა თუ არა ისე როგორც მოსამართლე რომელმაც დატოვა პატიმრობაში სახაროვის პრემიის ლაურეატი თუ მოსამართლე რომელმაც გაბედა და ეს არ გააკეთა. აი რაღაცა პატარა იმედი მაინც მაქვს რაღაც საღი აზრის ამ შემთხვევაში მაინც. რატომ ჯიან მზიას? იცი მე ფორმულაზე მუშაობდი და ყოველთვის ეს მამუნათებდნენ რომ ყეზერაშვილის ტელევიზია მზიას ბათუმელებს ვერავინ ვერ ეტყვის რომ ისინი ფინანსდებოდნენ რომელიმე პარტიის, რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ. ყოველთვის ეს იყო დამოუკიდებელი მედია. და მე ვფიქრობ, აი მაშინ, როდესაც ეთერი თურავა გამოვიდა და პაპუაშვილს პირადად უთხრა ის რაც უთხრა, მას შემდეგ ბათუმელები და ის ადამიანები, ვინც ბათუმელებში მუშაობს, იყო აი სამიზნეთ ამოღებული. მე ასეთი შეგრძნება მაქვს და უბრალოდ მიეცათ საშუალება დაესაჯათ და მით უმეტეს მაშინ, როდესაც სილა გააწნა რეჟიმს. ორივე პროკურორი არის უტიფარი, მატყუ არა. ორივე პროკურორი როგორც იცით, დაწინაურდნენ მზიას кейსის გამო და როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტად შევიდნენ ეშხში, ამ სიბოროტეში, ამ სიბინძურის კეთებაში. ალბათ გარანტირებული აქვს კიდე დაწინაურება. ორივე არღვევს კანონს და უცილებლად მოუწევს ორივეს კანონის წინაშე პასუხისგება. აუცილებლად აგებენ კანონის წინაშე პასუხს ორივე. ორივე არის აბსოლუტურად რეჟიმის მსახური, რომელსაც არც კანონის პატივისცემა აქვს, არც კანონის მორჩილება აქვს და არაფერი აქვს ბიძინა ივანიშვილის მორჩილება. მეტი არაფერი არ აქვს. რატომ არ შეიძლება მოგვიკითხოთ, რატომ არ იმართება სხდომა დიდარბაზში? წინა სხდომაზე იყო მოსამართლის დაპირება, რომ ჩატარდებოდა სხდომა დიდარბაზში. რომ არ მიეცა მაშინაც ბევრი ადამიანი საშუალება რომ დასწრებოდა ამ სხდომას. რატომ არ სრულდება მოსამართლის დაპირება? წარმოადგენს აბა ის ზურგი რომ მოგიქციო მაგის ვალდებულება გააქვს. რატო უნდა გვიწევდეს ხო მუდმივად ეს ალაყაფის კართან აქ დგომა და პრაქტიკულად ჩვენი შეზღუდული უფლების საერთოდ გამოუყენებლობა. აი ეს მოლოდინიც კი არ გამართლა. იმიტომ რომ როგორც ჩანს დარეკეს, როგორც ჩანს უთხრეს რომ აი არ გინდათ ახლა ამ ჰუმანურობის თამაში რა, ძალიან კარგად არის თავიდანვე განსაზღვრული როგორ ვექცევით ამ ქალს, რომელმაც თურმე სისტემას მიაყენა შეურაცხყოფა, რომელიც იღებს ამ გაუთავებლად ამ პრიზებს, რომელიც ჩვენ ძალიან
ძალიან გვაღიზიანებს და მოდით რა ნუ ვთამაშობთ თან ჰუმანურობას, იმიტომ რომ სხვანაირად მოგექცევით. ამიტომაც დღეს კოლეგიის თავმჯდომარე მოსამართლე იყო გაცილებით უფრო ფრთხილი, გაცილებით უფრო შეზღუდული, გაცილებით უფრო ასე ვთქვათ მკაცრი აუდიტორიის მისამართითაც, ნუ არაფერს არ ვამობიხა ბრალდების მხარეზე. როდესაც ჩხაიძე მეორე პროკურორი საუბრობდა მზია სილაზე, რომ თურმე ეს სილა ისეთი ხმაურიანი იყო და ისეთი შემაზანზარებელი იყო, რომ ბათუმში 11 იანვრის აქციაზე მყოფი ხალხიც კი შეცფუნდა და დაიშალა. აი ამაზე მეორე პროკურორმა გოგაშვილმაც კი გაიცინა და მოსამართლემ თავი დახარა უხერხულობისგან. ანუ იმდენად კომიკურია ეს ყველაფერი, ცინიკური და ტრაგიკული, რომ შეუძლებელია მშვიდად უყურო ამ ყველაფერს. იმიტომ რომ ეს არ არის სამართალი, ეს არ არის სამართლიანობა, ეს არ არის სასამართლო. რომ რაღაცა ფარს ვუყურებთ ყველანი ერთად, ამ ფარში გვიწევს მონაწილეობა, იმიტომ რომ მზიას ნახვა გვინდა და მისი გამხნევება და ამ დროს ვიცით როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება! გებუადი. ხოჩა. მზიამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას. პროკურატურა კი პირიქით მზიასთვის სასჯელის დამძიმებას 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითხოვს. საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს. მოხსენებელი მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი, კოლეგიის წევრები კი ნანა ჯოხაძე და მარინა სირაძე არიან. 2 წელი ვიქნებით ციხეში თუ 7 სასჯელის შესახე ვერ გახდება პრევენცია. ვერ ექნება ამ პატიმრობას და ამ სასჯელს საგანმანათლებლო და ჭკუის სასწავლებელი დატვირთვა ვერც ჩემთვის და ვერც საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის. მზიამაღლობელმა ეს სიტყვა სხდომაზე თავად მოითხოვა. ჩვენ კი ღია სივრცეში სტუმრობა ვთხოვეთ მზიამაღლობელის ადვოკატებს მაია მწარიაშვილს, ასევე ნონა ქურდოვანიძეს, რომლის ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზიას უფლებებს უკვე სტრასბურგის სასამართლოში იცავს. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. მაია, დავიწყოთ თქვენგან. თქვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე შუამდგომლობით მიმართეთ მოსამართლეს სასამართლოს. მათ შორის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ და პირველ რიგში რაც საზოგადოებას აინტერესებს, სწორედ მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. სწორედ საქმეში შესატანად მოთხოვეთ სააპელაციო სასამართლოს, რომ გათვალისწინებული იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საქმე. მოდით პირველ რიგში მინდა კითხოთ, როგორ არის ახლა მისი მხედველობის საკითხი, რაც ყველას ძალიან გვაწუხებს, იმიტომ რომ ვიცით, რომ ძალიან გაუარესებულია და ასევე 4 თვის წინ სადღაც ზაფხულის შუა პერიოდი იყო, როდესაც მზიას ჩაუტარეს მთლიანი კვლევები და რამდენად არის აუცილებელი, რომ განმეორებითად ჩატარდეს ეს კვლევები. მადლობა ნინო, მივესალმებით ტელემაყურებელს. ეხლა რაც შეეხება მზიას თვალის მდგომარეობას, ბოლო კვლევები ჩატარდა მართალია ზაფხულში, ივლისის თვეში, თუმცა ეს სასჯელ აღსრულების დაწესებულებას არ ჩაუტარებია თავის სურვილით, ინიციატივით და იმიტომ რომ ზრუნავენ მზიას ჯანმრთელობაზე. ეს ჩვენი არაერთი მოთხოვნის შედერად ჩაატარეს, ვინაიდან თავიდან, როდესაც ვივამეთში შიმშილობდა და მაშინ მას კვლევა ჩაუტარეს, ესაც ჩვენი მოთხოვნით, იმიტომ რომ მზია ამბობდა, რომ მხედველობა მისი უარესდება, ადამიანი გრძნობდა რა უარესებას, მაშინ ვთხოვეთ კვლევის ჩატარება და ის პირველი დრამატული შედერი ვარდნის, სწორედ იანვარშივე იცოდა, ასე ვთქვათ, თებერვალში უფრო სწორად, სასჯელ აღსრულების დაწესებულებამ, მაგრამ ჩაატარეს კვლევა, დაწერეს და დაარდეს, ასე ვთქვათ, მის პირად საქმეში, არავითარი რეაგირება სამედიცინო თვალსაზრისით. ფამკისიერი იყო ვარდნა. 2 დღეში ჰქონდა ვარდნა მხოლოდ 20%. წარმოგიდგენიათ, ერთ თვალში 2 დღის შედერობრივი ვარდნა იყო, ამხელა და სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის რა ატარა ეს არანაირია რაღაცა თვალზე ყურადღება, აქცენტირება და ასე შემდეგ. ჩვენ მივაქციეთ ყურადღება რასაკვირველია და სასამართლოსაც მივაქცევინეთ ესე ყველა ამ დოკუმენტზე და დიაგნოზებზე ყურადღება. მოვითხოვეთ კვლევა, იმიტომ რომ ეს დაავადება პროგრესირებს შეუქცევადად. თუ მზიას სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე მხოლოდ ერთ თვალში ჰქონდა კერატოკონუსი, ეხლა მას აქვს ორივე თვალში ეს დაავადება, ერთ თვალში მისი მხედველობა არის მხოლოდ 1%, ეს ითვლება, რომ ეს არის 0 პრაქტიკულად სინათლე სიბნელის გარჩევადობის ამბავია. მეორე თვალში მისი მხედველობა
დაახლოებით 10%-ის ფარგლებშია, რომელიც შედარებით ჯანმრთელ თვალად ითვლება და სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე მისი მხედველ მას შანსი ჰქონდა დაენახა 90%-მდე იმ თვალით. წარმოვიდგენიათ, დღეს ამის შანსი აღარ არის, ამაზე პასუხისმგებელი არავინ არ არის, მათ შორის არც ის ჯანმრთელობის ის დაწესებულება, სადაც მაშინ იყო ის, შემდეგ სასჯელ აღსრულების დაწესებულება და ბოლო კვლევა ჩატარდა ივლისში. თქვათ, ეს დიაგნოზი დაწერა პროფილირებულმა დაწესებულებამ, მაგრამ არა იმან, სადაც ჩვენ ვითხოვდით რა დაყვანა, სასჯელ აღსრულების დაწესებულებამ თვითონ გადაწყვიტა, სად უნდა წაეყვანა მზია. ერთ თვალთან დაკავშირებით რაღაც რეკომენდაცია მისცეს, თან ყურადღება მიაქციეთ, ისე არ ვასახელებ ახლა ამ ასე ვთქვათ სამედიცინო დაწესებულებას, ადამიანს არც აუხსნეს, რა პროცედურა, რა შანსი აქვს, რა რისკებს შეიცავს, სად უნდა გაიკეთოს, როდის ჯობია, სასჯელ არაფერი, ნულოვანი დაწერეს ფორმა 100-ში, ასე ვთქვათ, ეს პროცენტული რაღაცა ეს ისაც ჩვენი დაჟინებული, ამიტომ ვთქვი, რომ ვიღაცამ არ იფიქროს, რომ აი მზიას თვალზე როგორ ზრუნავენ სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში და წერტილი იმის მერე ვთხოვთ სასჯელ აღსრულების დაწესებულებას, რომ აი ხლა იმ ფორმა 100-ში თქვენ თვითონვე რომ დაგიწერათ ამ სამედიცინო დაწესებულებამ, რას აპირებ ამ სამედიცინო манипуляციას, სთავაზობ, არ სთავაზობ, კონსულტაცია გაუწიე, შედეგი რა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ავიღეთ კონსულტაცია სხვადასხვა ესე ვთქვათ სპეციალისტებთან თვალის დამოუკიდებელთან ამ დოკუმენტების სუფთა და კვლევების შედეგების მიხედვით მზია მათ არ უნახავთ. მათ თქვეს, რომ აი იმ თვალში, სხვა შორის მეორე თვალთან დაკავშირებით ნულოვანი რეაქცია, არანაირი კონსულტაცია არ გაუწიეს. იმ თვალს თუ რისკი აქვს საერთოდ რომ თვალი დაიკარგოს. იქ რაღაცა ძალიან რთული манипуляცია შესაძლებელია, მაგრამ ძალიან დიდ რისკს შეიცავს, ამიტომ ეს ახლა სასჯელ აღსრულების დაწესებულების პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია, დიდი რისკების მატარებელია. მეორე ეს, რასაც ჩვენ ვითხოვთ, რომ ის მაინც მოახერხეთ, რომ ამ ადამიანს დაურეგულირდეს, ანუ შანსი გაზრდის არ არის, ნინო. შანსი არის გაჩერების და სტაბილურების. სამი თვე გავიდა იმის მერე და არავინ არ იცის, ისევ 10%-ია თუ უფრო ქვევით არის, იმიტომ რომ ეს ადამიანი რეალურად განიცდის ამას, თუ ადრე ტელევიზორს უკეთ ახლა ნაკლებად ხედავს, უფრო ნაკლები მანძილი და ნაკლები ფურცლის წაკითხვა შეუძლია სათვალე მუდმივად და მოკლედ მაქსიმალურად ცდილობს დაზრდოს ეს მისი თვალის მდგომარეობა. აი ეს არის. თქვენ მოითხოვეთ კიდევაც, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მიენიჭოს და ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრსაც მიაწოდეთ ეს ინფორმაცია. იყო თუ არა რეაქცია? ჯერჯერობით არანაირი, ესაც იმიტომ მიმართეთ, რომ წესით ამაზე თავად უნდა ეზრუნათ, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მას ეს სტატუსი იქამდე ვიდრე ამ დაწესებულებაში მოხვდებოდა, არ ეკუთვნოდა, არ დასჭირდებოდა, მაგრამ ეხლა ჩვენი მონაცემ იმ ინფორმაციით რა მდგომარეობაც აქვს მას, მის მხედველობას, მას ეკუთვნის ეს სტატუსი და უნდა კეთილი ინებონ და ამ პროცედურების შესაბამისად დაადგინონ, რომელი შეზღუდვის, რომელი კატეგორია ეკუთვნის მის დიაგნოზს. დაგიბრუნდებით, მაია. ნუნა, მზიას დაპატიმრებიდან 10 თვის თავზე გუშინ სააპელაციო სასამართლოში იქნა ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილი, სადაც აღინიშნა, რომ მის ტელეფონში არაფერი არ იყო ნანახი. ანუ ისეთი, რაც შეიძლებოდა თქვა ეჭვის საფუძველი ყოფილიყო, ხო? აი ხა თქვენი პოსტიც მინდა რომ შევახსენოთ ან მაყურებელს და თქვენც რომ გააკეთოთ ამის კომენტარი. 10 თვის წინ მზია ამაღლობელი საქმეში გამოძიებამ ჩადო დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას შემდეგი შინაარსის პატაკი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი. რასთან დაკავშირებითაც მზია ამაღლობელი თავდასხმამდე მობილური ტელეფონის აპლიკაციით ესაუბრებოდა ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებს, რომლებთანაც ჰქონდა მიმოწერა და იღებდა ინსტრუქციებს. აღმოჩნდა რომ არც ინსტრუქციები არც პირები არ არსებობდნენ. ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება იგულისხმოს სასამართლომ, როცა 10 თვის თავზე ჩდება ასეთი ინფორმაცია? მოგესალმებით. დიახ, ეს არის ერთ-ერთი ის დარღვევა, რომელთან დაკავშირებითაც როგორც ეროვნულ დონეზე იყო მიმართული და გასაჩივრებული ეს გადაწყვეტილება, როდესაც თავიდან მოხდა ამ პატაკის საფუძველზე მზია ამაღლობელის ტელეფონის ამოღება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ეს გასაჩივრდა ადვოკატების მიერ და სამწუხაროდ არ შეიცვალა ეს გადაწყვეტილება. ამის საფუძველზე მზია ამაღლობელის ტელეფონი მთელი ამ დროის განმავლობაში იყო გამოძიების ხელში და გამოძიების
გამოძიება მოიპოვა მზიამაღლობელის ტელეფონიდან პერსონალური და პროფესიული საიდუმლოების შემცველი არაერთი მონაცემი სავარაუდოდ ხომ, იმიტომ რომ ტელეფონში ზოგადად არსებობს მიმოწერა ან სხვა ტიპის რაიმე ინფორმაცია, რომელიც არ უნდა იყოს საჯარო. მზიამაღლობელის სტატუსი, რომ ის იყო ჟურნალისტი, არ გაითვალისწინა არც პროკურატურამ, როდესაც აი ამ დაუსაბუთებელი პატაკის საფუძველზე, ანუ რა ედგა უკან ამ განცხადებას, არაფერი. ანუ ესეთი განცხადება შეუძლია დაწეროს ნებისმიერმა პოლიციელმა, თუ ის იტყვის, რომ მას აქვს ოპერატიული ინფორმაცია და ამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აქვს ეს ეჭვები. და გამოდის, რომ აი ამის გადამოწმება სასამართლოს მიერ, რომ ეს ასეთი აბსურდული, დაუსაბუთებელი პატაკი რას ეყრდნობა მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება გახდეს თუ არა ჟურნალისტისთვის ტელეფონის ჩამორთმევის და მასზე ამ ტიპის ჩარევის ამ მის როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე პირად ცხოვრების უფლებაში ჩარევა ასე ინტენსიურად. რა თქმა უნდა, ეს საერთაშორისო სტანდარტებით დაუშვებელია და სწორედ ამიტომ ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ უკვე ვდაობთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. როგორც იცით, მზიამაღლობელის საქმე ერთი უკვე გაგზავნილია სტრასბურგის სასამართლოში. სტრასბურგის სასამართლომ ეს საქმე ძალიან სწრაფ ვადებში დააკომუნიცირა, ორ თვემდე ვადაში, რაც სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით არის ძალიან სწრაფი ვადა და ამ საჩივრის ფარგლებში ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ჩვენი არგუმენტები არის დაფუძნებული, ეხება ამასაც. სხვა საკითხებთან ერთად, რომ დაირღვა მზიამაღლობელის უფლებები აი ამ პატაკის საფუძველზე მისი პერსონალური და პროფესიული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ხელში ჩაგდების მიზნით აი ამ ფორმით. და ეს არ არის ის ბოლო ეტაპი, სადაც დასრულდა, ხო? ამას მოყვა შემდგომ პროპაგანდა მზიამაღლობელის წინააღმდეგ, მათ შორის პოლიტიკოსების მხრიდან. ხო, სწორედ დიფსტეიტი ახსენა კიდევაც. არაერთი განცხადება, როდესაც საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს ინსტრუქციებს იღებდა მზია ამ ქმედებამდე, სილის გაწვნამდე, თითქოს მან ამის შესახებ ინსტრუქცია მიიღო. რაც იყო, რა თქმა უნდა, სრული სიცრუე, მაგრამ ეს დააჯერეს შესაძლოა საზოგადოების რაღაც ნაწილს, იმიტომ რომ ეს ძალიან ინტენსიურად იმეორეს მაღალი ტრიბუნებიდან და ახლა აღმოჩნდა, რომ ექსპერტიზამაც კი, ან პროკურატურის მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამაც კი დაადასტურა ის, რასთან დაკავშირებითაც ადვოკატები მანამდე პროცესზე თუ პროცესს მიღმა საჯაროდ საუბრობდნენ, მაგრამ ეს ინფორმაცია უკვე გავრცელებულია, მზიას უფლებები უკვე დარღვეულია და ახლა ამის აღდგენის გზა სამწუხაროდ რჩება მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ევროპული სასამართლო. კი ბატონო. მაია, აი ხა ცილისწამება ახსენა, ნონამ და აუცილებლად უნდა გაუსვათ ამასაც ხაზი, რომ ბოლო პერიოდში მზიას დაკავებიდან, აი ამ 10 თვის განმავლობაში კვირა არ გასულა, რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს ესეთი აი ცილისწამებლური ან რაღაცა ისეთი შეურაცხყოფელი კომენტარები არ გაეკეთებინათ მზიასთან დაკავშირებით. მე ახლა ბოლოს მახსენდება ნინო წილოსანის გამონათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მზიამაღლობელმა შეაფურთხა პოლიციელს. ამასობაში ეს ყველაფერი პირიქით იყო. ასეთ შემთხვევაში ხომ შეიძლება ეს განვიხილოთ სასამართლოზე ზეწოლის ფაქტად, ან როდესაც მაგალითად ნინო წილოსანზე ვიღაცა წერს ან Facebook-ში, ან თქვა გამოთქვამს რაღაც მოსაზრებას და ის თვლის, რომ ეს არის ცილისწამებლური, იმ წუთასვე სასამართლოში შედის სარჩელი და სხვათა შორის ეს სარჩელი გავსაოცარი სისწრაფით კმაყოფილდება. აი ხა მაინტერესებს ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ, ან ადვოკატებმა რა ხერხებს უნდა მიმართოთ იმისთვის, რომ მზიას შემთხვევაშიც დადგეს სიმართლე, იმიტომ რომ აბსოლუტურად არ შეიძლება შეესაბამება სიმართლეს, რომ მზიამაღლობელმა შეაფურთხა პოლიციელს და შემდეგ განვითარდა აი კონფლიქტური, თქვათ, ამბები. მადლობა ამ კითხვისთვის. პრინციპში იგივე თემას ეხმაურება ეს პატაკის თემა რა არის, ხო? ეს იყო გამოძიების, ასე ვთქვათ, პროკურატურის მიერ გადახდილი ხარკი სახელისუფლებო კომენტარებისათვის. სახელისუფლებო კომენტარები ესენი ხო ტირაჟირებდნენ და საქმეში არაფერი არ იყო. ამიტომ ერთი თვის მერე ვითომ ამ პოლიციელმა ჩიტაიამ გაანათა გამოძიების დაწყებიდან და ჩადეს ეს პატაკი. და ყველა ეტაპზე ჩვენ სასამართლოს ვეუბნებოდით, რომ ეს ამორიცხე როგორც დაუშვებელი მტკიცებულება და არა ბოლომდე შეინახეს, თუმცა ბოლოს პროკურატურას ისე გაუჭირდა, რომ ამ ჩიტაიას დაკითხვის საკითხის მოხსნა ვეღარ გაბედეს
ვეღარ ღია სივრცეში მაშინ ჯერ კიდევ არ იყო სასამართლოს ხდომები დახურული და ღია სასამართლოს ხდომაზე ამ ჩიტაიას მოყვანა ვეღარ დაბედეს და მოხსნეს ეს პრინციპულება. ამას დაემატა ეხლა რაზეც ამ წუთას ნონამ ისაუბრა, მაგრამ რა რომელიმე გამოვადა ბოდიშს მოიხდის, მაგრამ პირველივე დღიდან მარტო ამას კი არ ტირაჟირებდნენ. ჯერ ამბობდნენ რომ ზიამ სტიკერი მიაკრა პოლიციელ ზურგზე. არაერთი ასეთი განცხადება ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის და სახელმწიფო სპიკერების. შემდეგ იყო რომ მოქმედებდა დავალებით ინსტრუქციით, რომ არის აგენტი, რომ ეს არის რაღაცა აქტივისტი, ასე ვთქვათ, რაღაც პოლიტიკური პარტიების რაღაცა ინსტრუქციების დავალებებს ასრულებდა, დატრეინინგებულია სადღაც. ოღონდ ეს გაბათილდა ყველაფერი. რასაკვირველია, ისედაც ახლა ოდნავი საღიაზრის პირობებში ხა რა ნეტარ არიან მორწმუნეანი, ხომ იცით როგორი რამეა. შემდეგ ისე შევიდნენ როლში, მე ხომ იცით, ანუ აი ზოგიერთი ქალბატონი გვარსაც არ დავასახელებ, არ იმსახურებს რომ ზია არა მარტო დავალებით მოქმედებდა, ამას თურმე ფულიც აუღია. შემდეგ საერთოდ როლში შევიდა და თურმე ზიამ შეაფურთხა და ასინათა პირიქით ეგრეა ეგ ამბავი. არაერთი სარჩელით მივმართეთ სხვათა შორის დეფამაციის საკითხი აი ამ ჩვენ, მაგრამ ჩვენ რადგან იმიტომ მივდივართ სასამართლოში, რომ მართლა ვგონია რომ სასამართლოში მივდივართ, მაგრამ რასაკვირველია ეს საკითხებიც მე ისე სტრასბურგში დაივანებს საბოლოოდ. არაერთი სარჩელით მივმართეთ, ეხლა კიდე ამ დღეებში კიდე შეგვაქვს ერთი სარჩელი და სასამართლო ყველა ამ სარჩელს პირდაპირ უკან გვიყრის წარმოებაშიც არღებულობს. წარმოუდგენელ გადაწყვეტილებებს ვღებულობთ სასამართლოდან, ამიტომ არ ვიგროვდა უკვე ეს გამოცდილება სისხლის სამართალში შუამდგომლობდით, რომ აქ მაინც დაგვეკითხა ეს ასე ვთქვათ, ეს სახელმწიფო სპიკერები რა იცოდნენ, მათ ისეთი ჩიტაიამ რო იცოდა მარტო პატაკის ავტორმა და ამათმა რო იციან მარტო რო გაგვეგო ჩვენც, მაგრამ რასაკვირველია სასამართლო ამაზეც ყველა ჯერზე უარს ამბობდა და ნუ ეხლა ეჭვი არ მეპარება რომ სტრასბურგში ამ საკითხებს ანუ სათანადო თვალით და ყურით შეხედავენ. აი სულ ტრიალებთ ამ თემებზე, მივყვებით ამ თემას უკვე მთელი 10 თვეა და არა მხოლოდ ამ თემას, ჩვენ ძალიან ბევრი პატიმარი გვყავს ბოლო პერიოდში, ეს მართლა საოცრებაა და მაინც ყველა შემთხვევაში მივდივართ სტრასბურგამდე. ეს გზა მაინც იმიტომ რომ სულ მახსოვს თქვენი გუშინდელი ინტერვიუდან არაჩვეულებრივი ფრაზა, რაც ალბათ ნორმალურ ქვეყანაში ასეც უნდა იყოს, რომ არცაჯურლება უნდა აღესრულებოდეს ადამიანისთვის, პირველ რიგში ადამიანისთვის, მოქალაქისთვის და იმედი მაქვს, რომ როდესღაც ეს დრო აუცილებლად იქნება. ჩვენ ახლა სწორედ სტრასბურგიდან ჩავთავთ ნონა წოწორიას, ადამიანის უფლებათა რამდენიმე წამ ხო ამზად არის უკვე ნონა, ამიტომ ჩვენ ახლა ნონა წოწორიას ჩავთავთ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე. ნონა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამონახეთ ჩვენთვის დრო. ვიცით, რომ ზია საქმეს თვალს ადევნებთ და თუ შეგიძლიათ, რომ თქვენი კომენტარი ან თქვენი შთაბეჭდილება გაგვიზიაროთ ამასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და სტუდიაში მყოფებს. ნამდვილად ვადევნებ მზიას საქმეს თვალს, იმიტომ რომ თავისი მასშტაბით და გამორჩეულობით ის ნამდვილად განსაკუთრებული საქმეა. თავიდან ბოლომდე მზიას საქმეს არავითარი კავშირი სამართალთან და სამართლიანობასთან არ აქვს. ის თავიდანვე იყო აი გამორჩეულად, მიზანმიმართულად შერჩეული ხელისუფლების მიერ, როგორც აი იდეალური მსხვერპლი, რომელსაც სამაგალითოდ უნდა დასაჯო, უბრალოდ არ გამოუვიდათ ქალბატონი მზიას ხასიათის და ვთქვათ მისი პერსონის გათვალისწინებით. ამიტომ ჩვენ ძალიან სწორად გულისხმობთ და ვამბობთ და სტუდიაში მყოფებით იმას, რომ ერთადერთი პერსპექტივა ამ საქმის არის მისი ევროსასამართლოში წარგზავნა, იმიტომ რომ ნებისმიერი მდგომლობა თუ ნებისმიერი საჩივარი, რომელსაც ქართულ სასამართლოში მხარეები აყენებენ, განწირულია წარუმატებლობისთვის, მაგრამ მისი გამოყენება აუცილებელია იმისთვის, რომ ევროსასამართლოში საქმე წარმატებული იყოს. თქვენ ამ ასე ვთქვათ ეთერს ვადევნებდით თვალყურს და დაიწყეთ ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბარი და მე ასევე იმედი მაქვს, რომ ეს საკითხიც ცალკე დამოუკიდებლად იქნება განხილვის და გასაჩივრების საგანი ევროსასამართლოში, იმიტომ რომ
მე როგორც აი ზედაპირულად ესე ვხედავ, ქალბატონი მზიას ჯანდაცვის უფლება არის უხეშად დარღვეული, იმიტომ რომ ის რაც მათ პრობლემები აქვს, ეს არის შეუქცევადი და ძალიან მძიმე, ამიტომ ის ცალკე იმსახურებს დავას კონვენციის მესამე მუხლის საფუძველზე. და მე ამ საქმის ასევე წარმატების იმედი მაქვს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ანუ ქალბატონი მზიას საქმე თავისი მასშტაბით იმდენად დიდია, რომ მოიცავს უამრავ საკითხს, რომელიც ასე ვთქვათ, მთელი სპექტრია საკითხების, რომელზეც ევროსასამართლოს მოუწევს მსჯელობა. მე როგორც ვიცი, პირველი საქმის ფარგლებში ეს მხოლოდ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საკითხებია და მას ალბათ მოყვება ასევე საბოლოო განაჩენის შემდეგ ცალკე დამოუკიდებლად ახალი საჩივარიც. ძალიან მწუხვარ მე რომ ამ სიტუაციაში ვცხოვრობთ, მაგრამ ქალბატონმა მზიამ მოახერხა ის, რომ მის საქმეში აი ლაკმუსის ქაღალდივით გამოჩნდა ის უკანონობის მასშტაბი, რომელშიც საქართველოს უწევს ყოფნა და მას პერსონალურად დიდი მადლობა იმისთვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობის და თავისუფლების ხარჯზე მოახდინა ამ უბედურების, რაც ჩვენს თავს ხდება, ამის დემონსტრირება. მე იმედი მაქვს, რომ ევროსასამართლო სწრაფად შეძლებს ამ საქმის წარმოებას. იმისთვის რომ ქალბატონი მზიას საქმეზე დადგეს მისთვის ხელშესახები შედეგები და დროულად დამთავრდეს მისი ეს ტანჯვა წამება, რასაც ხელისუფლება ეს მოქმედი რეჟიმი მას ციხის პირობებში უწყობს. მხოლოდ ამის იმედი შეიძლება მქონდეს ამ ასეთ მოცემულ რეალობაში. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ სტრასბურგიდან გამამართლებელ ვერდიქტს ელოდებით, ბუნებრივია. ველოდები. ძალიან დიდი მადლობა. იმედი გვაქვს, იმიტომ რომ ზოგადად საერთაშორისო რეზონანსი მზიას საქმეზე არის ძალიან მაღალი. არაერთი ჯილდო და პრიზი მიიღო სრულიად დამსახურებულად, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მზია მართალია და მზიას საქმე უსათუოდ გაიმარჯვებს, იმიტომ რომ სიმართლე როგორც წესი შეიძლება გვიან, მაგრამ მაინც იმარჯვებს. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონ ნონა. ნახვამდის. თქვენ თუ რამის დამატება გნებავთ? არაფერს, მე ანუ ზოგადად პროგნოზის გაკეთება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებზე ძალიან უმალული საქმეა. ძალიან რთული საქმეა, მაგრამ არის საქმეები, რომელიც უბრალოდ არ ტოვებს სხვა რესურსს, გარდა იმისა, რომ თქვა, რომ შეუძლებელია, რომ ეს საქმე ქალბატონმა მზიამ წააგოს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ აი უშუალოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ეს ესე არ მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ესე ვთქვათ, საერთოდ გაუმართლებელი იქნება ალბათ თავად ევროსასამართლოს ფუნქციონირება, იმიტომ რომ ეს არის იმდენად გამოხატული ბოროტება, რომ ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს, რომ ეს არის უპირობოდ ამ საქმის მოგება ქალბატონი მზიას მიერ და ასევე პრინციპში თუ მან იქამდე არ მოხდა მისი გათავისუფლება საბოლოო გადაწყვეტილებაში, რომელიც განაჩენს ეხება, აი პირდაპირ მითითება, რომ ქალბატონი მზია უნდა გათავისუფლდეს, იმიტომ რომ ამის რესურსიც ევროსასამართლოს აქვს. ძალიან დიდი მადლობა ასეთი იმედიანი სიტყვისთვის, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, მზიასთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, რასაც აუცილებლად ან გაიგებს, ან თქვათ მოისმენდა დღეს ძალიან მინდა რომ მზიაც უყურებდეს ახლა ამ გადაცემას. ნონა, მე როგორც ვიცი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 7 შეკითხვა გამოაგზავნა ქართული ოცნების მთავრობის მიმართ. თუ არის გაცემული ამ შეკითხვებზე, რა შეკითხვებია ზოგადად რას მოიცავს ეს შეკითხვები და თუ არის ამ შეკითხვებზე პასუხი გაცემული, რომელიმეზე მაინც? დიახ, ეს შეკითხვები გამოიგზავნა იმ პირველ საჩივართან დაკავშირებით, რომელიც მზია ამაღლობელის საქმეზე უკვე გაგზავნილია, რაზეც ვისაუბრეთ და მანამდე არა ეს ეხება პატიმრობის გამოყენებას მის მიმართ. სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველა იმ დარღვევაზე, რაც მზია ამაღლობელის საქმეშია, მაგრამ ყველა დარღვევასთან დაკავშირებით მიმართვის სხვადასხვა პროცედურა და დრო გვაქვს, ამიტომ ჩვენ გვიწევს, რომ ნაწილ-ნაწილ ვიდაოთ იმ არაერთ დარღვევაზე, რასთან დაკავშირებით
დაკავშირებითაც უკვე შეიძლება დავანო. ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელზეც საჩივარი უკვე წარდგენილია, ეს ეხება მზიამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, რომელიც სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში იყო გამოყენებული. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მოხდა ქვეყნის შიგნით სასამართლოებში, როგორც ბათუმის სასამართლოში, ასევე აპელაციაში პატიმრობასთან დაკავშირებით საკითხის გადახედვის მოთხოვნით შუამდგომლობის წარდგენა, რომელიც არც ერთხელ არ დაკმაყოფილდა. ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ამ ეტაპზე საქართველოს ფარგლებში ამ საკითხზე დავა ამოწურული იყო და შესაძლებელი იყო უკვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა. თუმცა ის საქმე ასევე აერთიანებს პირველი საქმე ასევე აერთიანებს სხვა დარღვევებსაც, მათ შორის ერთი უკვე ვახსენეთ პატაკის საკითხი, რომელიც მათ შორის უკვე ამოწურული იყო ამ პატაკთან დაკავშირებით დავაც ქვეყნის ფარგლებში. და ასევე მეექვსე მუხლის სხვა დარღვევებთან დაკავშირებით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საჩივარი დაყენებულია მე-18 მუხლთან დაკავშირებითაც კონვენციის მე-18 მუხლი გამოიყენება ხოლმე მარტივად რომ თქვათ ისეთ საქმეებზე, როდესაც პოლიტიკური მოტივაცია კონკრეტულ საქმეში, ანუ პირის უფლებების დარღვევა ხდება არამხოლოდ იმ მუხლის განხილვა ხდება არამხოლოდ ამ მუხლის ფარგლებში, არამედ მას აქვს ისეთი მასშტაბები, რომ აშკარაა, რომ პირის დასჯის მიზნით არის გამოყენებული უფლების ის დარღვევის მასშტაბები, რომელიც საქმეში. ამიტომ მე-18 მუხლი, როგორც წესი, პოლიტპატიმრების მუხლია ხოლმე სხვა ქვეყნების მაგალითზე და მზიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ყველა მუხლთან დაკავშირებით, რომელიც წარდგენილი იყო საჩივარში, საქმე მიიღო განსახილველად და მთავრობას გამოუგზავნა შეკითხვები. შეკითხვები ეხება საქმის დეტალებს. ან იმასთან დაკავშირებით, რომ იყო თუ არა დაცვის ეფექტიანი საშუალებები ქვეყნის შიგნით, რა მექანიზმები იყო გამოყენებული და ასე შემდეგ. ეს უშუალოდ მიუყვება ყველა იმ მუხლს, რომელიც დაკომუნიცირდა სტრასბურგის სასამართლოში და პროცედურები ასეთი არის, რომ მთავრობას, როდესაც ეგზავნება შეკითხვები, მას ეძლევა ასევე ვადა, რა ვადაშიც მან უნდა უპასუხოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ეს ვადა ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ქონდა მიცემული იუსტიციის სამინისტრო გამოდის მთავრობის საქართველოს სახელით სტრასბურგის სასამართლოში და მათ მოითხოვეს სასამართლოსაგან ამ ვადის გახანგრძლივება. იმიტომ რომ თქვეს რომ პარალელურად სხვა ბევრ საქმეზე უწევთ მუშაობა და ვერ ასწრებდნენ კონკრეტულ დროში. სტრასბურგის სასამართლომ მათ დამატებით კიდევ 2 კვირის ვადა განუსაზღვრა, რაც ასევე უკვე ამოწურული არის. ჩვენ აღარ მიგვიღია ამის შემდგომ დამატებითი კომუნიკაცია ჯერჯერობით სტრასბურგის სასამართლოსაგან. სავარაუდოა რომ მთავრობის კომუნიკაცია უკვე სასამართლოშია და ჩვენ რამდენიმე დღეში შეიძლება უკვე ვიცოდეთ რა პასუხი გასცა იუსტიციის სამინისტრომ მზიამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს. ამის შემდგომ ჩვენ გვექნება დამატებითი დრო, რომ იუსტიციის სამინისტროს პასუხებს ჩვენ დამატებით არგუმენტები დავურთოთ და მივმართოთ დამატებით სტრასბურგის სასამართლოს. ანუ დროის დამატება რომ მოითხოვეს და მიიღეს გასაგებია, მაგრამ თუ ის დამატებული დროც ვერ გამოიყენეს ან არ გამოიყენეს, რა ნიშანი იქნება ეს სტრასბურგისთვის? მე მგონია რომ ისინი ამ ვადაში უპასუხებდნენ და სავარაუდოა რომ პასუხი გაგზავნილია, ამიტომ ახლა ჩვენ უბრალოდ ველოდებით სასამართლოს კომუნიკაციას, პასუხის გადმოცემას, რომ ჩვენ შეგვეძლოს არგუმენტების ნახვა და შემდეგ მათზე რეაგირება პასუხის სახით. თუ ბოლოდროინდელი ინფორმაცია მაია მზიამაღლობელის საქმის პროკურორები დააწინაურეს, ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. თორნიკე გოგეშვილი ბათუმის პროკურორის მოადგილედ დაინიშნა, შოთა ჩხაიძე ოზურგეთის პროკურორის მოადგილედ, ხოლო ამავე საქმის სრულ მოწვე პოლიციელი არჩილ ანთაძე ბათუმის ბულვარის დირექტორად დანიშნეს რამდენიმე დღის წინ. რას მიუთითებს ეს გადაწყვეტილებები? ბულვარში შეიძლება უყარს ეთყობა სრულ მოწმეს ხუმრობით. სიმართლე გითხრათ, მანამდე კიდე უფრო მძიმეა, ვთქვათ, რაც აშკარავებს ახლა რაზეც სულ საუბრობთ. ჩვენ ამავე საქმეში ექსპერტად ყავდა მოწვეული ექიმი ნევროლოგი, რომელმაც რაცა საექსპერტო დასკვნა, აი სწორედ კი ნათია ხარატი და ნათია ხარატი სწორედ გაანთავისუფლეს სამსახურიდან და დიდი ეჭვია არსებობს, ყოველ შემთხვევაში თვითონაც ამას უკავშირებს ეს სახელმწიფო, ასე ვთქვათ, საავადმყოფოდან, სწორედ იმის გამო, რომ ზიას საქმეზე რაცა ასეთი საექსპერტო დასკვნა და მეორე მხარეს გვაქვს ახლა ფერაზეც მიუთითეთ, ახლა ბევრი კომენტარი არ უნდა ამას ცხადია, ხო, სახელმწიფო
ასეთი რეპრესიული მექანიზმები, ასე ვთქვათ, მუქთად და ლამაზი თვალებისთვის არ არის. სახელმწიფოს უწევს ამ რეპრესიული მექანიზმის თავში ვინც არის, უწევს ამაში გადახდა სასყიდლის და ასე ვთქვათ, იხდის ამაში ამას რამოდენიმე ფუნქცია. ორქრივ შეთანხმების კი, რასაკვირველია ეს ესეთი ინდულგენციები, თან ეს ნიშანია სხვისთვის, ხო? სხვამაც პარალელურად სანქციებს თავის ჭკუით ამის დამტკიცებლები უბალანსებენ ამგვარად, რომ აი თუ დადა სანქციას, ხო, სამაგიეროდ არ ბათუმის ბულვარში. ხო, ბათუმის ბულვარში ისე ირნებ, რა გითხრათ ახლა ამ მოწმეს ასევე მთავარი ფიგურანტი ირაკლი გებუაძე, რომელიც გადაიყვანეს ძალიან ბუნდოვან თანამდებობაზე. მე არც ვიცოდი, მაია ნონა, იქნება თქვენ იცოდეთ, მე ნამდვილად არ გამიგია, ასეთი თანამდებობა პოლიციის ატაშეების ხელმძღვანელი. ხო, რამდენად ხელმძღვანელი ბათუმიდან მის განიდებას ნიშნავს თუ რაღაცა მე მგონია რომ ხო მართლა და წინააღმდეგ განრიდებას უფრო არ გამოვიდა ბატონი გებუაძისგან, ასე ვთქვათ, ესეთი გმირი შარავანდედით თეთრ ცხენზე ვერ გამოვიდა, ჩანაფიქრი კი ეს იყო, რომ აი მთელი ქართული პოლიცია გებუაძეზე დგას და ეს არის ქართული პოლიციის ინდისი ნამუსი და რა ვიცი ყველაფერი. ხო, სავარაუდოდ იქ რაღაცა იმით, ხო, აი იცით, აი სახელმწიფო პოლიტიკა რომ არის სული იქ ამ საქმეში, აი ხო იგრძნობა ყველა ნაბიჯზე, სული იქ არის. ეს არ არის სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ ხო იქ ჩვენ მოვალეობას არ რისით თქმა მინდა, რადგან მივდივართ პროცესზე და როგორც ადვოკატი ვთქვათ, ჩემ მოვალეობას ვასრულებ. არა, შენს წინააღმდეგ მუშაობს მთელი სახელმწიფო. და ანუ შენ იძულებული ხარ, შენი დაცვის ქვეშ მყოფი დაიცვა აი მთელი სახელმწიფოსგან, სხვადასხვა მიმართულებებიდან გირტყავენ. ყველა ეპიზოდში ჩანს სახელმწიფო. აი ყველგან ხედავს ზედაპირზე ესეც ნაწილია ალბათ, ხო? რასაკვირველია, ესაც სპექტაკლის ნაწილია, როდის გადაიყვანდნენ, არ გადაიყვანდნენ, ამდენი გონიერება ყველას აქვს, რომ შეაფასოს ეს რა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაჩენში უფრო სწორედ თქვენ თქვით, რომ დაცვის მხარის პოზიცია მთლიანად გამქრალია. რას გულისხმობთ თამაში? ხო, ამაზე ვისაუბრებ მე, მაგრამ ხო, რა არის, იცით რა, ანუ ჩვენ იქ არ ვართ. აი ეს არის ქართული მართლმსაჯულების, ანუ ასე წერენ განაჩენებს და ახლა ეს განაჩენი ერთ-ერთი ალბათ საგანგებოა ამ თვალსაზრისით. 123 გვერდზეა თუ რაღაცა წაიკითხავთ, ეს არის დამახინჯებული სხდომის ოქმი ნაწილობრივ, ვისაც პრეტენზია არა აქვს, რომ იმ სიზუსტით და ბრალდების მოწმეების დაკითხვები, ასე ვთქვათ, რაშიფრული, ისაც სადაც როგორ აწყობთ მესამე პირში, ჩვენი კითხვების ნაწილი არ არის, ანუ ეს არის ძირითადად. ბოლო 6 გვერდია, რომელიც ეხება მზიას საქმეს, ჩავთვალოთ, ეს პრინციპში 6 გვერდი გამოაკელით 123-ს და ეს გადაყარეთ. 6 გვერდიდან 3 გვერდი არის მზიას ჩვენების ციტირება ნაწილობრივ და შემდეგ 3 გვერდში არის 2 აბზაცი, სადაც კონკრეტულად მიხვდები, რომ ამ საქმეზე ამბობს რაღაცას მოსამართლე. რას ამბობს ერთ სხვა უბედურებაა, ისეთი აბრაკადაბრა, ამაზე სასამართლოს უხსნიდი, მაგრამ ჩვენ არა ვართ, დაცვა საერთოდ არ არის, ნინო. ესე იგი, რომ წაიკითხავთ, დარჩება თუ შთაბეჭდილება, ჯერ ესერთიც იმ ბოლო ნაწილში, სადაც ვითომ მტკიცებულებებზე საუბრობს, ჩვენ ხო 18 მოწმე ამოგვიყარეს, მაგრამ ერთი 5 კინკილა მოწმე ხო ყავდა. არ არის ამ განაჩენში არც ერთი მოწმე. 19 ვიდეო მტკიცებულება, ხომ, ძირითადად ეს საქმე მაინც ჩვენის მხრიდან დგას, ჩვენი დაცვა იყო ეს ვიდეო მტკიცებულებები. ერთი ხელის მოსმით რა აქვს, რომ მოსამართლე წერს, რომ საქმეში არის მხოლოდ ეს 44 წამიანი ვიდეო, არა და 5 დიახ. არც ერთი ჩვენი პოზიცია არ არის. დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ეს ქალი იყო დაუცველი, არც ადვოკატები ყოლი, არც რამეს ვამბობდით, არც რამე გვიმტკიცებია და საერთოდ არაფერი არ არის. აი ვითომ ამდენ ხელა დასკვნითი სიტყვები. საერთოდ კიდე კარგი რომ რაღაცა ეტაპამდე შუქდებოდა ეს პროცესები და ხალხი მაინც ისმენდა, რომ მართლა რაღაცა ხდებოდა, მართლა რაღაცა. ესეც ნაწილია ალბათ იმის. დიახ, მაგრამ განაჩენში ეს არაფერი არ არის. სხვა მხრივ განაჩენს რო წაიკითხავთ, თქვენი ფიქრებთ, აბა ეხა სადეს იმიტომ რომ განაჩენი დასაბუთებულია, მე ვამბობდი რომ ამ განაჩენს რო წაიკითხავ, რჩება განცდა დასაბუთებული, რომ ეს განაჩენი დაწერილია იმის მიერ, ვინც იმ პროცესზე არიჯდა, ნინო. იმიტომ რომ იქ ისეთი
რაღაცეებია ოდნავი დაკვირვებული თვალისთვის. ამაში რანა იმას გულისხმობ, მე რომ მკითხეს და კარგია იფიქრეს, რომ რანა იმას გულისხმობ, რომ ციცერონს დააწერინოს ისეთი სამართლებრივი შედევრი. არა, პირიქით ვგულისხმობ აპარატის დონეზე დაწერილი რაღაცა საოქრო დოკუმენტია, იმიტომ რომ მაგალითად თვალზე საუბრობდით. ნახეთ, ამ საქმეში დევს ორი ფორმა 100 მზიას თვალზე და ორი ვივამედის კვლევა, სადაც წერია ამ თვალში ამდენი, ამ თვალში ამდენი, ამ თვალში და ჩვენ მოსამართლეს ასე უხსნიდით ამ პროცესებზე. ეს მარჯვენა თვალ, ეს ნიშნავს მარჯვენა თვალს, მარჯვენა თვალში ამდენი, მარცხენა თვალში ამდენი, რა უარესება და აი ესე გავდიოდით, ხო? ამ პროცესს მევესწრებოდი. ხომ გახსოვთ, შემდეგ კიდე არაერთი იყო ასეთი და ამ განაჩენში რა წერია, იცით? ერთ-ერთ ფორმას იშველიებს, მხოლოდ იმიტომ რომ აღარ მიარწია ყურადღება ამის დამწერმა იმას და წერს რომ ამ ფორმასის მიხედვით მზია ამაღლობელს კერატოკონუსის ოპერაცია აქვს ჩატარებული 8 წლის წინ. და წერტილი არ იცის ამის დამწერმა, რომ იმავე ფორმაში როგორ უნდა წაიკითხოს ის თვალის მხედველობა, რაზე ვაპელირებდით, ერთ თვალში, მეორე თვალში, არაფერი არ წერია. ეხლა აქედან რა დასკვნა? ან ისეთი ადამიანი წერს, ვინც არ იცის, ჩვენ ან ვერ კითხულობს ვინც ან უკიდურესად არაკეთილ სინდისიერი ნაშრომია, ასე ვთქვათ, ქალბატონი ნინო სახელაშვილის, აი ესე უხეშად. აი, ქალბატონ ნინო სახელაშვილზე მინდა აუცილებლად, ნონა, ახლა თქვენთან გადმოვიდე ამ შეკითხვით. იყო ერთ-ერთი შუამდგომლობის საკითხი, რომ გამოთხოვილიყო ტექნიკური უნივერსიტეტიდან და იუსტიციის სამინისტროდან ნინო სახელაშვილის კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები. თქვენ როგორ ფიქრობთ, იმ შემთხვევაში თუ მიაღწია მაიამ თქვათ აი ამ პროცესში იმას, რომ გამოთხოვნილი იყოს ეს საბუთები და დადასტურდა, რომ არ შეესაბამება მისი კვალიფიკაცია ამ საქმის განხილვას. ასეთ შემთხვევაში გაბათილდება ის განაჩენი, რაც უკვე დადგა, არა მხოლოდ მზიას შემთხვევაში, არამედ ყველა იმ, თქვათ, სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც მის მიერ იყო განხილული. ეს არის ერთ-ერთი ის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც მათ შორის სტრასბურგის სასამართლოში იქნება მსჯელობა, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ესეთი პრაქტიკა საქართველოში დაშვებულია. სამწუხაროდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს ეს პრაქტიკა, რაც არ არის სწორი, რა თქმა უნდა, თუ ადამიანს არ აქვს კონკრეტულ სფეროში კვალიფიკაცია, ის არ შეიძლება იყოს მოსამართლე იმ საქმის, რაზეც მას არ მიუღია განათლება. მაგრამ ეს სამწუხაროდ ეს მეთოდი გადაყვანა სხვა კოლეგიიდან სხვა კოლეგიაში, ან მაგალითად სამოქალაქო საქმეების განხილველი მოსამართლის სისხლში, ან ადმინისტრაციულში მომხდარა საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში სამწუხაროდ და ეს ამ მხრივ სისტემურობას აჩვენებს ამ პრობლემის. ანუ ეს არ არის არა მარტო ამ საქმეში დანახული პრობლემა, თუმცა ამ საქმეში მას აქვს არსებითი გავლენა კონკრეტულ ადამიანთან მიმართებით, ვისი საქმეც განიხილებოდა, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის ასევე სისტემური გამოწვევა მართლმსაჯულების სისტემის, რომ ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. ამიტომ ეს თემაც არის ის, რომელიც თუ დადასტურდა ეს ასე და სავარაუდოდ ეს ასე იქნება, იმიტომ რომ თვითონ მოსამართლესაც არ უარყვია, რომ ის თავის დროზე სხვა მიმართულებით განამწესეს როგორც მოსამართლე, მაგრამ შემდგომ გადაიყვანეს სისხლის სამართლის საქმეებზე განსახილველ მოსამართლედ. ეს სავარაუდოდ იქნება მე-6 მუხლის დარღვევა, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა სტრასბურგის სასამართლოს ფარგლებში. შეიძლება ორი სიტყვით გავაგრძელებ, რახან ეს კვალიფიკაცია სისხლის სამართლებრივს რაც შეეხება აბსოლუტურად ესია, რაზეც ახლა ნონა მისაუბრა, მას არ აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო რამოს და სისხლის სამართალში ჩაბარებული და ვთქვათ, ჩვენ ვთვლით, რომ ხო, კანონი ამის საშუალებას არ იძლევა. თუმცა იმ ტიპის სასამართლო მმართველობას ეს აწყობს, იმიტომ რომ ადვილია შედის შეხედულების მიხედვით რა დასვა მოსამართლეები აქეთ-იქით, მაგრამ ჩვენ არ დიპლომს ვარკვევთ კიდევ. იმიტომ რომ მისი დიპლომი ამბობს რას? რომ მას აქვს ტექნიკურ უნივერსიტეტში დამთავრებული სოციალურ რაღაცა ფაკულტეტი, რაღაცა ვერ ვიმახსოვრებ და ბიზნეს ინჟინერინგის მაგისტრატურა. ანუ სამართალი და იური არსად არ არის. და კანონით მას სჭირდება უმაღლესი იურიდიული განათლება. ამიტომ ერთი შეხედვით ჩვენ ეს არ გვარწმუნებს, რომ მას აქვს კანონით დადგენილი წესით ზუსტად ის განათლების ცენზი. ამიტომ ვითხოვთ, რამდენად ეს და ამ დიპლომებმა მას მიანიჭა სამართალმცოდნის კვალიფიკაცია, თუ არა აქვს მინიჭებული, ეს ისწავლა, ეს
მოისმინა ის რაი არა, ერა არ არის უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი და ეხლა ერად სამწუხაროდ ახალი ამბავი არ არის ჩვენს და ქონია ასეთი გახმაურებული ამბები, ხო, პროკურორების მოსამართლეების დიპლომებზე, მაგრამ და თავის დროზე გამოძიებაც მიწარმოებია ასეთ საქმეებზე, მათ შორის მოსამართლეების დიპლომებზე. ამიტომ ვიცი, რომ აქ არის არაერთი პრობლემა. დარწმუნებული ვარ დღეს ჯერჯერობით დიპლომებს არ გვიჩედენ, რომ გამოგვიჩინონ ტექნიკური უნივერსიტეტიც არ იძლევა პასუხებს. დღეს არ მიგვიშვებენ იქამდე, რომ ეს გაირკვეს, მაგრამ აუცილებლად მოვა ამის გარკვევის დრო, რამდენად არის ეს დიპლომი ზუსტად უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი. მაია, ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, იმიტომ რომ ახლა მედიის დრო დგება, უნდა შემოვიდნენ მზიას კოლეგები აუცილებლად. თქვენ სამშაბათს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასკვნით სიტყვას იტყვით, იმიტომ რომ ვარაუდობთ, რომ იქნება განაჩენი დადგება. რა არგუმენტები იქნება თქვენთვის მოკლედ რო გითხრათ? მოკლედ სამწუხაროდ გამიჭირდება, მაგრამ პრინციპში მე ვისაუბრებ, ვფიქრობ, ძალიან ბევრი ვისაუბრებ, მაგრამ განაჩენში ჩვენზე არაფერი არ არის. ამ გამოცდილებით მომიწევს წესით კიდევ უფრო მეტი ვისაუბრო, იმიტომ რომ ამ შემადგენლობას ხო უნდა უთხრა, რაზე ვსაუბრობდი, იქ არ წერია არაფერი განაჩენში. მაგრამ ძირითადად ვეცდები ამ სასამართლოს აუხსნა, კიდევ ერთხელ აუხსნა, რომ მზია არის სისტემის მსხვერპლი და მზია არ არის დამნაშავე. ანუ მზიას ქმედება არ შეიძლება შეფასდეს დანაშაულად. მით უმეტეს წინასწარმაზე პროკურორმა ვითომ კონტექსტზე ისაუბრა, მაგრამ სათავისოდ რომლის უკანაც მტკიცებულებები არ არის. ამიტომ მე მათ მტკიცებულებებზე დაყრდნობით კონტექსტზე ვესაუბრები, მოუყვები ანუ სისტემამ როგორ იმუშავა იმისთვის რომ ბრალი განა ბრალზე ვისაუბრებ იმაზე სისტემამ როგორ იმუშავა რომ ეს ბრალი შეექმნა. გამიგეთ? ანუ ერთგვარი შემაჯამებელი. რასაკვირველია, ეს არის შექმნილი ბრალი, იმიტომ რომ გაათეთრდეს საპოლიციო უკანონობები და საპოლიციო უკანონობები რომ გაცეთრდეს, მზიას უნდა დაერქვას დამნაშავე. აი ვეცდები ეს გავაგებინო ამ სასამართლოს. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ყოველთვის ეთერში ჩვენთან, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მთელი საქართველოსთვის, ჩემი კოლეგებისთვის და პირველ რიგში ქართული მართლმსაჯულებისთვის. მინდა ყველა შევახსენო, რომ მზიას საქმის შემდეგი სხდომა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სამშაბათს 18 ნოემბერს პირველ საათზე გაიმართება და ვისაც გაქვთ საშუალება ჩახვიდეთ ქუთაისში, იცოდეთ რომ ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სტუმრებს მადლობას ვუხდით და ამ საქმის წარმოებაში წარმატებას ვუსურვებთ. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ღია სივრცე მზიას კოლეგებს მედიას ეთმობა. ბრუნდებით ღია სივრცეში, სინათლე არ უნდა ჩაქრეს, ბოლომდე, გამარჯვებამდე. მზია მაღლობელმა კოლეგები ამ სიტყვებით გაამხნევა. ეს სლოგანი სინათლე არ უნდა ჩაქრეს უკავშირდება საქართველოში დამოუკიდებელი მედიის გადარჩენას ოცნების რეპრესიული პოლიტიკის პირობებში. ამ სახელწოდების კამპანია აერთიანებს 22 დამოუკიდებელ ონლაინ მედიას, რომლებიც დამოუკიდებელი სიტყვისა და დემოკრატიის გადარჩენისთვის იბრძვიან. სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩემს კოლეგებს, ჟურნალისტებს და ამ სფეროს ექსპერტებს. ზვიად ქორიძეს, გელა მთივლიშვილს, ლიკა ზაკაშვილს, ნინო გელაშვილს, ვახოსანაიას ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ლიკა, ერთი რაღაც უნდა ვთქვა აუცილებლად, იმედია თქვენ შემომიერთდებით. მე მინდა ყველა გამომცემლობას, რომელმაც ამ არაჩვეულებრივ კამპანიაში თავისი საქველმოქმედო ასე ვთქვათ, წვლილი შეიტანა, გადავხადოთ ძალიან დიდი მადლობა, ეს მართლა ძალიან დიდი საქმეა. დღეს, როდესაც ონლაინ მედია და დამოუკიდებელი ქართული მედია ზოგადად ასეთ მძიმე მდგომარეობაშია. ლიკა, თითქმის ყველა სასამართლო პროცესი დაესწარი მზიასაც დაწყებული ბათუმში, ახლა სააპელაციო სასამართლოში ქუთაისში. ივლისის მერე გამკაცრდა ყველანაირი ზომა და საშუალება, რაც აქვთ ჟურნალისტებს, რომ იმუშაონ და გადასცენ პროცესები პირდაპირ რეჟიმში, რომ საზოგადოება რაც შეიძლება სწრაფად იყოს ინფორმირებული თუ რა ხდება მზიას პროცესებზე. 24 კაციან დარბაზში
გამართვა ამ პროცესების. ვიდეო, აუდიო ჩანაწერების აბსოლუტური უარყოფა და აკრძალვა სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანები, რომლებსაც უნდათ პროცესი დასწრება, მაგრამ მათ ამის საშუალება არ ეძლევათ. მანდატურები, რომლებიც უფლებას არ გაძლევენ გეცვას მაისური, სადაც მზიას ფოტო იქნება აღბეჭდილი და გეუბნებიან, რომ ან რამე მოიცვი, ან საერთოდ გაიხადა ეს მაისური. აი ამ იყო ესეთი შემთხვევა, გოჩამ ჯავანაძეს დაემართა ერთ-ერთ ჩვენს კოლეგას, ასე მოთხოვეს მას, ისე არ შეუშვეს დარბაზში. აი ამდენი შეზღუდვის შემთხვევაში როგორ ახერხებთ იყოთ ოპერატიულები და როგორ ახერხებთ რომ გააშუქოთ პროცესები ძალიან ინტენსიურად და სწრაფად? არ ვიცი, თავარი არის რწმენა იმის რომ სიმართლის გავრცელებას და ინფორმაციის გავრცელებას ყველა ეტაპზე, ყველა დროში, როგორი რეპრესიული, მძიმე, ან უიმედო შეიძლება გეჩვენებოდეს გარემო, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და ადამიანებამდე ინფორმაციის მიტანის მნიშვნელობის რწმენას მე პირადად ვერც ერთ დროში, ვერანაირ გარემოში ვერავინ ვერ დამაკარგვინებს ამის მნიშვნელობაზე იმ წარმოდგენას, რომელიც მაქვს და ამიტომ მე და არა მხოლოდ მე, ყველა ჩვენი კოლეგა, ვინც ამ პროცესებს აშუქებს ამ ბოლო ერთ წლის განმავლობაში განსაკუთრებით ინტენსიურად, აი ამ თავარი мотивაციით და რწმენით, არ ვიცი, ვერ ვიღლებით, არ ვიღლებით, იმიტომ რომ ადამიანების გასაჭირი, მათი სიმართლის საზოგადოებამ და მიტანის მნიშვნელობა ისეთი დიდი მიზანია, რომ ამ მიზანთან შედარებით ყველა ის ადამიანური სისუსტე და სხვა გარემოებები უბრალოდ შედარებადი არ არის ხოლმე და ალბათ ეს არის რაც გვაძლებინებს ამ პროცესში, პირადად მე ასე ვარ და ბევრი ჩემი კოლეგა ასეა და სავარაუდოდ და ალბათ დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ოცნებას ვერც კი წარმოედგინა მათ ეგონათ, რომ ჩვენი სოლიდარობა, ერთობა და მედეგობა იქნებოდა მოკლეხნიანი დავიღლებოდით და როგორც ჩვევიათ ხოლმე რაღაც მე ვიყო მთავარია კარგად და გვერდზე გადგებიან ხოლმე ალბათ არ ქონდათ ამ მსგავსი წარმოდგენა რომ ჩვენ ძალიან შეუვალები ვიქნებოდით და ვიქნებით ამ პროცესში ბოლომდე გამარჯვებამდე და ნამდვილად არ ვიცი მე ჯერა სოლიდარობის ერთობის და ვხედავთ რომ თქვენ რაც აღწერეთ ხო ყველა ეს წინააღმდეგობაც ალბათ არის იმისთვის რომ ეს სოლიდარობის და ერთობის სურათი და კერა მოშალონ იმიტომ რომ ყველა ასეთი სურათი მათთვის არის დამაზიანებელი მათ სულთ აჩვენონ რომ ჩვენ თითქოს არ ვარსებობთ. არ არიან ადამიანები, ვინც ამ რეპრესიულ და რაღაცა არაჰუმანურ პოლიტიკას უპირისპირდებიან და ცდილობენ რომ შეგვიზღუდონ, გაგვაქრონ ამ სივრცეებიდან, მაგრამ ნუ არ გამოდის. ვართ, შიგნით თუ არ ვართ, გარეთ ვართ და ყველგან ისმის ჩვენი ხმა ამ უსამართლობის წინააღმდეგ. ფიზიკის კანონი წინააღმდეგობას, კიდევ უფრო მეტი წინააღმდეგობა მოყვება ხოლმე წესი და რიგით. მოხდოში ჩვენ დღეს შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ ქართული მედია ძალიან ღირსეულად და ძალიან მყარად დგას თავის პოზიციაზე და ეს გამოიხატება თუნდაც მზიას პროცესზე თქვენი ყველასი მონაწილეობით. ნინო, მე მინდა ხა ჩამოვიკითხო რომ რამე რო არ გამოგჩეს მზიას იმ ბოლო პერიოდის ჯილდოებიდან, რაც მის საერთაშორისო აღიარებას და მის საერთაშორისო მხარდაჭერას უსვამს ხას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სახაროვის პრემიის პირველი ქართველი ლაურეატი გახდა მზია ამაღლობელი. მან მიიღო ფორუმ 2000-ის ჯილდო სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის. ვენაში დაჯილდოვდა პაულ ვაიზის პრიზით. 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირად დასახელდა პრესის ინსტიტუტისა და საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის ორგანიზაციის მიერ. სხვათა შორის ქართული ოცნების მთავრობა ამაზე რეაგირებს ძალიან მძიმედ, მაგრამ თქვენთვის რას ნიშნავს ეს და თქვენ როგორ რეაგირებთ ამაზე? ჯილდოები? კი. მზიამ ეს ყველაფერი დაიმსახურა თავისი საქმით. და ცხადია ეს არ არის ჯილდოები იმისთვის რომ ის პატიმრობაშია. უბრალოდ ეხლა ფიქრობდი სულ ერთი რაც ამ ფასად არ იყო ცხადია სასურველი, მაგრამ ზოგადად ასეთი მედიების, როგორცაც მზია წარმოადგენს და საქმე შრომა სულ მე ვთვლიდი რომ იყო დაუფასებელი საზოგადოების მიერ და მინიმუმ იმის გამოც რომ იმ ღირებულებების რასაც ასეთი მედიები ატარებენ გულისხმობ დამოუკიდებელ მედია საშუალებებს და იმის გამო რომ ეს ადამიანები რომლებიც ამას აკეთებენ არ ჩანან ასე ფართო საზოგადოებისთვის და
საზოგადოებამ გაიცნო მზია ამაღლობელი. ვინ და როგორი ადამიანები დგანან ამ მედია საშუალებების უკან, იქნება ეს ბათუმელები თუ ნეტგაზეთი. როგორიც და არ არიან ერთადერთები ცხადია. რა თქმა უნდა არ ვისურვებდი რომ ამ ფასად მომხდარიყო ეს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამ ჯილდოებს გასცემენ, დასაწყისიდანვე ადევნებდნენ თვალს პროცესს იმ ზიას დაკავების გარემოებებს ორჯერ დაკავებისა პროცესს, რომელიც მიმდინარეობს კონტექსტს, რა კონტექსტშიც ეს პროცესი მიმდინარეობს, გულისხმობ კონტექსტს ქვეყანაში და მათ შორის იმ ნიუანსებს, რასაც შესაძლოა საქართველოს არაერთი მოქალაქე არ ადევნებდეს ყურადღებით თვალს. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი და არჩევანის საკითხი. შენ მიიღო ეს მზია ამაღლობელის ამბავი მოისმინო იმათგან, ვისაც აქვს პოლიტიკური ინტერესი, რომ ეს საქმე კონკრეტული მიზნებისთვის გამოიყენოს და კონკრეტული პროპაგანდისტული მიზნებისთვის, თუ შენ მიადევნო თვალი ამბავს, რომელსაც სწორედაც გიამბობენ დამოუკიდებელი მედია საშუალებები, რომელთაც თავის მხრივ აქვთ ეგზისტენციური პრობლემები, აქ ბევრი ხართ წარმოდგენილი, ასეთი მედიები და გაიგონ რეალურად რა ხდება. ეს არის არჩევანის საკითხი. რა არჩევანის საკითხია ეს, იცით? სიმართლეში გსურს გარკვევა თუ აი ის რაც ლიკამ თქვა, მე ვიყო მთავარია კარგად და კომფორტულად ვიგრძნო თავი, ეს ჩვეულებრივი ადამიანური ინსტინქტია, მაგრამ ამ ვითარებაში ვფიქრობ, ასეთი ფუფუნების საშუალება არ არის. და არ გამოვა ეს ასე რომც გააკეთო არჩევანი და არ დაგაინტერესოს ნიუანსებმა, ახლა იურისტებმა ილაპარაკეს ხომ მზიას საქმის ნიუანსებზე და ბევრს ლაპარაკობენ ისინი და ქალბატონი მაიას ერთი ეპიზოდის მოსმენითაც ბევრ რამეს შეიტყობა ადამიანი, სულაც რომ არ ადევნებდა თვალს იმ ამბებს, რომლებსაც მედია უდიდესი მონდომებით აშუქებს, მიუხედავად იმისა, რომ მზიას დაკავებიდან დღემდე კიდევ უფრო და ძალიან მკვეთრად შეიცვალა სასამართლოს გაშუქების შესაძლებლობები. სასამართლოს შეიზღუდა რეალურად, პრაქტიკულად შეიზღუდა სასამართლოს სხდომების ღიაობა. რაც არის კონსტიტუციური ნორმა, არის ეს კონსტიტუციაში წერია, ეს არავის შეუცვლია, მიუხედავად იმისა, რომ ორგანულ კანონში შევიდა ცვლილებები და აიკრძალა, ვიცით, ყველა სახის ჩაწერა. ამის მიუხედავად გამოდის ციტატებად, დეტალებად მედია ჟურნალისტების შრომის, საოცარი შრომის ფასად არ უნდა აღვნიშნო ეს, მესმის რომ არავინ წუწუნებს, მაგრამ მართლა ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, რომ პლუს კიდევ სიზუსტე დაიცვა ბეჭდვით თუ ხელით წერით. და ეს ყველაფერი, ეს ამბავი არის მოთხრობილი და ამ ამბავს სჭირდება ხოლო საზოგადოების მხრიდან, დანარჩენი საზოგადოების მხრიდან, მე მესმის რომ ყველას არ შეუძლია რომ ამ ყველაფერს ჯერ ერთი ვერც დაესწრება სურვილის და მიუხედავად, იმიტომ რომ შეზღუდულია და სულ უფრო იზღუდება დამსწრეთა რაოდენობა, ვისაც შეუძლია დაესწროს ამ სასამართლოებს. ქუთაისის სააპელაციოში არ შეცვლილა, ვიცით, ბოლო ხანს დარბაზი დაპირების მიუხედავად, არ ვიცი რა იქნება 18-ში, მაგრამ საზოგადოებას მხოლოდ ის ევალებას არ ვიტყვი, ის დარჩენია რომ გაეცნოს ამ ყველაფერს და წაიკითხოს, მესმის რომ ვერ დაესწრება, მესმის რომ ყველა მუდმივად ამაზე ვერ იფიქრებს და ვერ ინერვიულებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ყველასთვის, ვფიქრობ და ეს არ ეხება მხოლოდ ერთი ადამიანის, ერთი მოქალაქის, ერთი ჟურნალისტის ბედს, რომელსაც თავად აქვს ძალიან საინტერესო ბიოგრაფია და ისტორია, საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული მედიის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი არის. მზია ამაღლობელი კონკრეტულად თავის სხვა კოლეგებთან ერთად, მაგრამ ახლა მზიაზე ვლაპარაკობთ. და ამიტომ ვფიქრობ, რომ ამის ფუფუნება არ არის, რადგან ასეთი ჟურნალისტების და ასეთი მედიების ბედზე არის დიდწილად დამოკიდებული ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნის საზოგადოების განვითარების ბედი.
და არ გამოდის კარგად ყოფნა აქ ახლა სხვადასხვა გამოცდილების და არც თუ ცოტასი ყველას დიდი გამოცდილება გვაქვს მედიაში საქმიანობის და ბევრი ეტაპი გვაქვს გამოვლილი და ვიცით ამას რა მნიშვნელობა და რა დატვირთვა აქვს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ისეთი ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფა როგორიც არის ვიღაც შეიძლება ფიქრობს რა მოხდა მერე რომ იზღუდება სასამართლოს სხდომების გაშუქება რა მოხდა და მარტივი გზა არის იმისთვის რომ მიხვდე ადამიანი რა ხდება და რა არის მნიშვნელოვანი და რა მოხდა უბრალოდ საკუთარი თავი ეს უკვე ჟურნალისტიკას არ ეხება საკუთარი თავი წარმოიდგინო იმ ადამიანის ადგილას და უცებ აღმოჩნდა ვითარებაში, როცა ვერავინ შენს ამბავს ვეღარ ყვება. ეს არის კატასტროფა. და აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ყველა გაიგოს სასამართლოს მიმდინარეობის ნიუანსები, არამედ ლაპარაკია ეს შედის და დიდი ნაწილი არის გამოხატვის თავისუფლების მათ შორის. მოქალაქის უფლება არის და მათ შორის გამოხატვის თავისუფლება მისსავე სასამართლო პროცესზე. და ვისაც აინტერესებს ვინ არის მზია ამაღლობელი და ამ ჯილდოების საფუძვლები რა არის, მარტივად შეიძლება ამისი ნახვა. ინტერნეტი არსებობს, ფილმი შეუძლია ნახოს ბოლო-ბოლო შეკრებილი სურს ყველაფერი მზია ამაღლობელის შესახებ. ვრცელი ამბავი მზიაზე, საიდან მოდის, სად დაიწყო, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, რა ისტორია აქვს მას და მისიანებს მოусმინოს და ნახოს ეს ყველაფერი რაც მოხდა. ხო და კიდევ ისიც შეიძლება ადვილად მისაყოლია პოლიციელს სილა გააწნა და რა ეგონა. მე შეიძლება გულუბრყვილო ვიყო, მაგრამ არ მეგულება ამ ქვეყანაში ადამიანი, მათ შორის ისინიც, ვინც შეიძლება ვინც ამბობს რომ რაღაც დავალებას ასრულებდა თუ რაღაც ესეთ განცხადებებიც არის და ასე შემდეგ და ვინც ამას ხო ვიცით რომ ეს ტელეფონი დაბრუნდა ასე უშედეგოდ ასე ვთქვათ იმ მიმართულებით არ მეგულება ადამიანი ვისაც ცოტა მაინც ერკვევა და წარმოდგენა აქვს რა არის საერთოდ სისხლის სამართალი და ასე შემდეგ რომ ვისაც ჯეროდეს მათ შორის ის ვინც ჩართული არის პროპაგანდაში და იმაში რომ სხვა ამბავი მოყვეს პარალელური ჯეროდეს რომ მზია ამაღლობელი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და ის უნდა იყოს პატიმრობაში არ მჯერა ამის მე და კიდევ ერთხელ ვიტყვი მარტივია ამბის გაგება ეს ამბავი არ არის კიდევ ბოდიში თან გამიგრძელდა ეს არ არის მზია ამაღლობელის ამბავი ეს არის საქართველოს ამბავი ნაწილი ერთი ეპიზოდი მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება მიკერძოებული ვარ რადგან მედიას წარმოვადგენ მეც გელა სახაროვის პრემიაზე მზიამ თქვა ესეთი რამ რომ ეს პრიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის თუ ყველა ვინც ამ ბრძოლაშია ჩემი მამაცი კოლეგები სინდისის პატიმრები თითოეული მოქალაქე ყველა ვინც თავისუფლების ფასადაც კი აპროტესტებს უსამართლობას ამ პრიზს თავისად მიიჩნევს ქართული მედია იმსახურებს როგორც უკვე თქვი ყველა ჯილდოს მაგრამ როგორ ახერხებს ის გადარჩენას ამოცემულობაში პირველ რიგში ვინაიდან მზიას დაკავების შემდეგ არ მომცემია მასთან საუბრის შესაძლებლობა ესე გამოხატვით ხელების მოძრაობით ტუჩების მოძრაობით თვალებით ველაპარაკებით ხოლმე ერთმანეთს ის სამწუხაროდ ამ შუშის კოლოფიდან და ჩვენ დარბაზიდან ყველა ჯერზე ვცდილობთ აი ამოჩემებით რომ რაღაცნაირად ანუ წარმოგიდგენიათ მედალიკაც კი ერთმანეთთან კონკურენციაში რომ შევდივართ რომ როგორმე დარბაზში ან ორივემ შევაღწიოთ ან გვიჭირს ხოლმე ერთმანეთისთვის ადგილის დათმობაც კი იმიტომ რომ როცა საუბარია რომ დარბაზში 24 ადამიანი ეტევა და სხვა დარბაზში არ გადააქვთ განზრახი იმიტომ რომ მეტი თვალი და ყური არ იყოს მიპყრობილი მზიას საქმის განხილვის მიმართ ამიტომ ყველას გვინდა რაღაცნაირად რომ დავესწროთ და თვალყური მივადევნოთ უგულშემატკივროთ და მისგანაც გამხნევდეთ იმიტომ რომ ის ამას ახერხებს თავისუფლების შეზღუდვის და აღკვეთის პირობებშიც კი აბსოლუტურად სამაგალითო ეს ნამდვილად მზიამ თქვა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც როდესაც მან სახაროვის
პრემია მიიღო და ისე როგორც ის სხვა პრიზებს იღებს, რომ მე ამას ჩავთვლი, მივიჩნევ, რომ მეკუთვნოდა თუ კი მიიჩნევენ ჩემი კოლეგები, ადამიანები, რომლებიც გარეთ ვიბრძვით, ჯერ კიდევ გარეთ, თორე არავინ ვიცით, ვინ აღმოჩნდება მოკლე დროში თუ გრძელ დროში ამ ციხის კედლებს მიღმა სამწუხაროდ ისე მიდის ყველაფერი. თუ მოკლედ მან თქვა რომ მე საკუთარი წარმატება თუ წარმატება დაგვიქვა, მივიჩნევ თუ კი სხვები ამას იტყვიან რომ ეს პრეზი ჩვენს გვეკუთვნის და დიახ ჩვენ ვამბობთ რომ ვინაიდან მზია წარმოადგენს დღეს ქართულ მედიას, წარმოადგენს მეც, ლიკასაც, ყველას, მოკლედ ვინც კი იბრძვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ამ წყალგამყოფს აქეთაა, ჩვენ ვამბობთ რომ კი ჩვენც გვეკუთვნის ეს პრიზი, იმიტომ რომ არ იქნებოდა მზია, იქნებოდა რომელიმე ჩვენგანი, უბრალოდ მზიამ იტვირთა მთელი ეს პასუხისმგებლობა, ახლა ჰქონდა შესანიშნავი სტატუსი რამდენიმე დღის წინ მივლინებაშია, საპატიმრო მივლინებაშია იმისთვის რომ აჩვენოს, გააშიშვლოს, ანუ მასზე უკეთ ნამდვილად ვერავინ შევძლებთ მთელი იმ სისასტიკის რეჟიმის იმ სახით ჩვენებას, რა სახითაც ისახერხებს საპატიმროდან ამას. თუმცა ასე მხნეთ ყოფნასაც მე არ მეგონება. და ჩვენ ეს გვაძლიერებს. მინდა მე მას აქედან მინდა უთხრა, დარწმუნებული ვარ ის ალბათ გვადევნებს ახლა თვალს. მინდა უთხრა, ჯერთ მადლობა მინდა უთხრა ყველაფრისთვის, რასაც ის უძლებს. პირველ ბლოკს უყურებდი მთელი ყურადღებით და კიდევ ერთხელ გამაჟრჟოლა თუ არ ვიცი აღმაშფოთა ადვოკატ მაიამ წარიაშვილის მიერ ნათქვამმა, რომ მის მხედველობას კრიტიკული ჩვენ აქამდეც ვიცოდით, მაგრამ მისი მხედველობა იმდენად კრიტიკული საფრთხის წინაშეა უკვე, რომ უკვე ითხოვენ წერილობით მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მიენიჭოს სწორედ იმის გამო, რომ აი ეს ერთ თვალში დარჩენილი 10%-იც არ დაკარგოს და შესაბამისი მოულა პატრონობა იქნება ამ სტატუსის მინიჭების შემდეგ თუ კი ის მიანიჭეს, მაინც კონდეს საშელახსოვრების დაწესებულებაში და აქედანაც მინდა მოვუწოდო როგორც ჟურნალისტმა, ამ ქვეყნის მოქალაქემ და მისმა კოლეგამ პენტენციური დაწესებულებების თუ არ ვიცი სამსახურის ხელმძღვანელობას, რომ რაც შეიძლება სწრაფად და დაუყოვნებლივ გაკეთდეს ყველაფერი იმისათვის, რომ მზია მიიღოს ჯანმრთელობის დაცვის და მკურნალობის სათანადო სერვისები იმის გამო რომ მან საბოლოოდ არ დაკარგოს თვალისჩინი ჩვენი მხრივ მისი მეგობრები და მისი კოლეგები გეგმავთ მთელ რიგ აქტივობებს და გარედან ყველაფერს გავაკეთებთ რომ თუ არ აკეთებენ ამას ნებით როგორც ეს მათ კანონით ავალიათ და ვალდებულები არიან ვაიძულოთ ჩვენ ისინი სხვადასხვა აქტივობით რომ ეს გააკეთონ მზიას მადლობას ვეტყვი კიდევ ერთხელ გავიმეორებ და მინდა მას უთხრა რომ ყოველ მის დანახვა ეს გარემო რაც გარეთ ხდება არის ძალიან სტრესული თითოეული ჩვენგანისთვის გარეთ მყოფი ადამიანებისთვის რომლებიც ჯერ კიდევ ვასრულებთ პროფესიულ მოვალეობას ორი რამ მამხნევებს ამ ქალაქში და ამ ქვეყნად. ერთი როცა მზიას სხდომაზე მივდივარ და რაღაცნაირად იმ გადაჭედილ დარბაზში, სადმე იმას რა ქვია, სამსკამიან სავარძეზე მეოთხე კაცით ჩაკვეხებას უკაცრავად ამ სიტყვისთვის ვაახერხებ და ვუყურებ მას და ვხედავ რომ ის არის ძლიერი, ართმობს რეჟიმის მხრიდან გამოჩენილი სისასტიკის მიუხედავად არაფერს, არანაირ თავისუფლებას, ღირსებას პროფესიულ პასუხისმგებლობას იმ ტვირთს რაც მან ამ ქვეყნის წინაშე ჩვენს წინაშე თითოეული მოქალაქის წინაშე ამ ქვეყნის გადარჩენისა და სწორ გზაზე დაყენებისთვის აიღო და მეორე რაც გუშინ მაგალითად აქციაზე ვიყავი ამ მარშს შეუერთდი მეც ხშირად ვერ ვახერხებ სამწუხაროდ თბილისში არ ყოფნის გამო და მეორე იქ ვიტვირთები ხოლმე რაღაცა ვივსები ენერგიით მოკლედ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. თქვენ კითხვით რომ მედია მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ შეიძლება კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ყველანაირი კანონი ხდება რეპრესიული, ის რაც არ არსებობს ახალი კანონები, ახალ კანონებს იღებენ, რა კანონების არსებობს იმას ცვლიან და დრაკონული ცვლილებები შეაქვთ.
ჩვენ უკვე ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში ვართ, დავრჩით საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც აქამდე ვახერხებდით, რომ მიგვეღო ლეგალურად, რეჟიმმა ეს აკრძალა, აიკრძალა სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა, აიკრძალა ძალიან ბევრი რამ, ფაქტობრივად გამოგვაცალეს ყველანაირი საარსებო სივრცე და გარემო, მაგრამ ქართული ოცნების საზიანოდ და გულის გასახეთქად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ სიკვდილს და გავაგრძელებთ მუშაობას და ბრძოლას 2026 წლის შემდგომ წლებში. თუმცა აი ამ ყველაფრის მიუხედავად არნახული სოლიდარობის ფაქტი იყო ზვიად დამეთანხმები, როცა ბათუმელების და ნეტგაზეთის ოფისისთვის იბრძოლა ქართულმა საზოგადოებამ შეიძლება ითქვას და ძალიან მალე 120,000 ლარი შეგროვდა და ეს იყო იმის გარანტია, რომ ბათუმელები და ნეტგაზეთი წყვეტის გარეშე გააგრძელებდნენ მუშაობას. რისი ნიშანია ეს დაამარცხეს მზია ამაღლობელი თუ პირიქით? მე მგონი ქართული ოცნება ძალიან კარგად ხვდება და უკვე პირადად ბიძინა ივანიშვილი ძალიან კარგად ხვდება, რომ მზიას ვერ დაამარცხებს. ეს იცის მან. მიხვდა და მიხვდა ეს პირველივე დღეს, ამიტომ მე ძალიან მძიმედ განვიცდიდი აი იმ დღეებს, როდესაც მზია შიმშილობდა, იმიტომ რომ მე ვხედავდი ქართული ოცნების წარმომადგენელთა რეაქციას ამაზე და ვგრძნობდი, რომ ისინი მზად იყვნენ იმაზე, რომ მზია გაეწირათ. არანაირი ჰუმანიზმი, არანაირი დათმობა, არანაირი ემპათია მათი მხრიდან არ იყო და მე დღესაც ვხედავ, რომ ისინი მზად არიან, რომ აი ამ წამების პირობებში ყავდეთ მზია და მზად არიან იმისთვის, რომ აი სახვეწარი უნდა იყოს ეს, რომ ადამიანმა არ დაკარგოს თვალისჩინი და ამაზე უნდა საუბრობდეს მოსამართლეზე უგნებოდეს ადვოკატი, რომ თქვენ მაინც ჩაწერეთ საქმეში ჩვენი შუამდგომლობა, რომ იქნებ დაინიშნოს ექსპერტიზა და იქნებ რაზე არის საუბარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მიეცეს ადამიანს, რომელიც უსამართლოდ და არაადამიანური მოპყრობით ყავთ გამოკეტილი ივანიშვილის სტატუსაღოში. ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლება დამარცხდა მზიასთან. და ვერც მოიგებს ის ამ ბრძოლას. მან შეიძლება ბევრი დარტყმა მიაყენოს ფიზიკურად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სულიერად რო ვერ გატეხს მზიას, ეს კარგად დაინახა და მიხვდა ხელისუფლება. ამიტომ ის თანახმა ხელისუფლება ქართული ოცნების, რომ იყოს სასტიკი და იყოს დაუნდობელი. იყოს ცინიკური, როგორც გააკეთა მაგალითად მოსამართლე მარგველაშვილმა ქუთაისის სააპელაციოში, ხომ? წინა სამშაბათს გამოიყვანა იმ რაღაც შემინული გალიიდან ადამიანი და მის საშუალება, რომ თავისი სიტყვა წაეკითხა ადვოკატის გვერდით და დაჯდა მზია და სხვათა შორის უცნაური ცინიკური კითხვა ჰქონდა, ახლა დაჯდებით, იმიტომ რომ აი იქ მარცხდება ხელისუფლება, როდესაც მზია 10 თვე არ ჯდება საბრალდებოს გამზე. არ იღებს ამ მდგომარეობას და აი მოსამართლეს ეს ცინიკური კითხვა ჰქონდა, ახლა დაჯდებით და კი, ახლა დავჯდები და დაჯდა და ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები უთხრა საზოგადოებას მზიამ აი იმ ადგილიდან და ჩვენ ყველას ჰქონდა განცდა, რომ ეს იყო რაღაცა ბრუნი, მაგრამ აღმოჩნდა რომ არა. პარასკევს მოსამართლე მარგველაშვილმა ისევ იმ შემინულ გალიაში შეაბრუნა მზია. იმიტომ რომ სუსური განმარტება გააკეთა. ხო, საოცარი რომ არა, წინა დღეს თურმე ცხელოდა, მაგრამ დისკრიმინაციაც არ უნდა დაუშვას სხვა პატიმრების მიმართ. ეს ყველაფერი არის ჯამურად იმის მაჩვენებელი, რომ მე არა მაქვს იმის განცდა, რომ ეხლა ხელს აწევს ქართული ოცნება, ხელს აწევს კობახიძე და იტყვის. კობახიძე იმაზეც არ აწევს ხელს, რასაც 10 თვეა იტყუება. და იტყვის, რომ მე ვიტყუებოდი და ბოდიში ამ ტყუილისთვის, როცა უმტკიცებდა ყველა პროპაგანდისტული ეთერიდან, რომ მზია ამაღლობელი თურმე ვიღაცის დაკვეთას ასრულებდა, როდესაც მივიდა და დგებუაძეს ხელი გაარტყა. და ეს დაკვეთა თურმე ვიღაცა პოლიციელმა, ვიღაც დეტექტივმა, რომელიც არც კი მოიყვანეს სასამართლო დარბაზში, თურმე ვიღაც მოწმისგან
მოწმისგან კი არა და ოპერატიული წყაროსგან გაიგო შემთხვევით, რომ რომელიღაცა გაურკვეველი არხით, რომელიღაც გაურკვეველ ადგილას შეუტყობინებია მზიასთვის, რომ ეხლა უნდა წასულიყო მზია და იქ გაერტყა სილად გებუაძისთვის. აი ამ ტყუილს ასე უტიფრად პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი, რომელიც დღეს სუსის ხელმძღვანელია და აღარ ჩამოვალ უკვე ბიჭბუჭებზე, რომლებიც ამ განცხადებებს დღემდე აკეთებენ, ხო? საქართველოს პარლამენტის დარბაზში, უკაცრავად იმ ფოიეში, სადაც პარლამენტის შენობის ფონი აქვს, ხო? დროშების ფონზე გამოდიან და აი ამ ტყუილს ეუბნებიან საზოგადოებას. და ეუბნებიან, რომ კი არ არის დამნაშავე. იმის გამო რომ სილა გააცდა, დამნაშავეა იმის გამო რომ მას ჰქონდა მიზანის სისტემის ჩამოშლა. ანუ თვითონ მიაღიარებენ რომ ისეთი სისტემა შექმნეს, რომელიც არ არის სამართლიანი, რომელიც არ არის ორიენტირებული ადამიანზე, რომელიც არ არის ორიენტირებული თავისუფლებასა და განვითარებაზე ამ ქვეყნის. ხო, ამ სისტემას დაუპირისპირდა მზია და ამ სისტემის თან დაპირისპირებით მოგცა ჩვენ სტიმული. ყოველთვის აი პირველი სხდომები როცა იმართებოდა და მივდიოდი ფეხი უკან რჩებოდა, მაგრამ აი მქონდა განსა რომ უნდა ჩავიდე ბათუმში იმ პროცესზე და აი მხარდაჭერა გამოუცხადო მზიას. პირველ მეორე სხდომაზე ვიგრძენი რომ მზიას კი არ უცხადებ მხარდაჭერას. მზია გვაძლიერებს ჩვენ ყველას. ზუსტად ეს შეგრძნება და აი ამ პათოსით ავართ ყველანი. ახლაც აი ამ ბოლო სხდომაზეც და მე დარწმუნებული ვარ აი ეს არის ზუსტად ის პროცესი, რომელსაც ხედავს ნებისმიერი მოქალაქე. ის მოქალაქე კი ვიღაცა არ აღიარებს ამას, ვიღაცა ისიც კი ვინც დღეს მტროლავს, ვინც რაღაცა უმსგავსობებს წერს, ისიც შინაგანად დარწმუნებულია რომ სისულელეს წერს, დაწერინებენ, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც კრიტიკულ მომენტში იღებენ გადაწყვეტილებას, რომ გაზეთ ბათუმელებს რო გაუჭირდა დაეხმარონ, ის რომ ადამიანები, რომლებიც მახსოვს 26 მაისის ღონისძიება იყო, როდესაც მოდიოდნენ, აი პატარა ბავშვებს მოყავდათ მშობლები და უნდა დავწეროთ წერილი მზიას სახელზე და აგდებდნენ, ხო? რატო? იმიტომ რომ აი ამ ადამიანებმა კარგად დაინახეს, რომ მზია იბრძვის არა თავისთვის და ის ქმედებაც და მთელი შემდგომი ქმედებები, რაც ხდებოდა ამ სასამართლო დარბაზში და რაც ხდება პენიტენციურ სისტემაში, ეს არ არის მზიას ბრძოლა თავის გადარჩენისთვის. და ამას მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მოქალაქე გრძნობს, უბრალოდ ვიღაც ამას გამოხატავს, ვიღაც ამას აღიარებს და ვიღაც ვერ აღიარებს. ვიღაცას დავალებულია. ვიღაცა დღეს ვერ აღიარებს ჯერ ამას. ვალდებულია რომ ხო. არა, ეხლა ყობახიძეზე ხوار საუბრობ. ჩვენ საუბრობთ ახლა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც კი პოლიტიკური გემოვნებით შეიძლება არიან ქართული ოცნების მხარდამჭერები, მაგრამ აუცილებლად ძალიან მალე მოვა დრო, რომ ეს ადამიანებიც მიხვდებიან, რომ არ შეიძლება რაიმე პოლიტიკა, რაიმე სისტემა შექმნა ისეთი, რომელმაც შეიძლება დათრგუნოს ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს უსამართლო და ეს იყოს დიდხანს. ნინოს აქ რეპლიკა, შემდეგ ვახოსთან გადავიდეთ. ერთი პატარა, ანუ აქ მოყოფებს და შესაძლოა ფორმულას ეს მუდმივ მაყურებელს არ სჭირდებოდეს ამის შეხსენებას არ დავარქმევდი, უბრალოდ გამოვიყენებ, იქნებ ვიღაც გვიყურებს, ვისთვისაც ეს ამბავი დაიწყო იმ ეპიზოდიდან, როცა მზია მაღობელმა სილა გააწნა გებუაძეს პოლიციელს და უმნიშვნელოვანესია ყოველ ჯერზე გამოვიყენოთ, ვფიქრობ, პლატფორმა ინფორმირებისთვის ადამიანების, რომ ამ ეპიზოდს, ამ ამბავს წინ უძღოდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება და ის მოვლენები, რაც პოლიციის შენობაში ხდებოდა და ყვებიან, ამის თვითმხილველები და მზია იყო ამის თვითმხილველი და არა მხოლოდ როგორც ვიცი ახშფოთებაც გამოხატა იქ. იქ იყო ძალადობა, როგორც ყვებიან კონკრეტული ადამიანები, მოწმეები, თვითმხილველები და ვინც სისასტიკე გამოხატული და შემდგომ უკვე
უკვე რომ მას შემდეგ რაც ზიასისხლის სამართლის წესით ასე ვთქვათ დააკავეს ამის შემდეგ მის მიმართ მოპყრობა რომლის ყველა ნიუანსი გარდა შეფურთხებისა და რომ ის ხელბურკილ დადებული იყო და ამ მდგომარეობაში მოექცა მას ასე დგებუაძე ამ კიდე ყველა ნიუანსი საჯაროდ არ ვიცით გაცილებით ძიმე ის იყო მის მიმართ კიდევ და ის რომ ეს ყველაფერი ამ სასამართლოს აქ იმაზე არ არის რა ხარისხით მიმდინარეობს განსჯა და ასე შემდეგ საერთოდ არ მოხდა და თავისთავად არ მიმდინარეობს ამის გამოძიების და კვლევის იმსახურებს ამას ცალსახად მაგრამ ეს საერთოდ უგულებელ ყოფილია და საჭიროა რომ ეს იცოდეს იმ აუდიტორიამ ვისთვისაც ჯერ კიდევ ვინ შეიძლება ახლა გვიყურებს და ვისთვისაც ჯერ კიდევ ზიას ამბავი იწყება იმით რომ გამოვარდა უცებ ჟურნალისტი ქალი და შემოსცხო სილა პოლიციელს ეს ასე ხომ არ ხდება ამის არავის არ უნდა სჯეროდეს და მინიმუმ კითხვები დასვას და პასუხებსაც იპოვნის ზოგადად მე საერთოდ სიამოვნებით ვიტყოდი რომ ზიას ბრძოლა არ დაწყებულა იმ მომენტიდან როცა ეს პროცესები განვითარდა ზიას ბრძოლა ადამიანების განათლებისთვის მათი წარმოჩინებისთვის მათი პრობლემების განსაშუქებლად გაცილებით ადრე დაიწყო 25 და მეტი წლის წინ და თავისი კოლეგების დაცვისთვის ბრძოლაც ძალიან დიდი ხნის დაწყებული აქვს ზიას და მე ყოველთვის ვიტყვი და გავიმეორებ ამას რომ მე დღეს ძალიან მიკვირს იმ ადამიანების ვისთვისაც მზიამ გადადო ყველაფერი და აი მართლა უმძიმეს დროში იცავდა ამ ადამიანებს მე ფოტოგრაფების საქმეს გულისხმობ რომლებსაც ხმა არ მოუღიათ აი მთელი ამ დროის განმავლობაში ეს ძალიან ცუდი ნიშანია ვლახო წინაკვირა იყო ჩვენთვის შოკის მომგვრელი იმიტომ რომ დააკავეს ვახოსანაია დააკავეს ვასკაივანოვ ჩიქოვანი დააკავეს ქეთა ცკიტიშვილი ჟურნალისტებზე წამოვიდა წინაკვირაში თითქოს აი რაღაცა შეტევის ნიაღვარი შეიძლება ასე ითქვას და ჩვენ ყველანი ვიყავით შოკში გეძებდით სხვადასხვა იზოლატორებში არ ვიცოდით ვისად იყავით ძალიან მძიმე პერიოდი იყო ჩვენთვისაც იმიტომ რომ ეს ჩავთვალეთ ზიას საქმის გაგრძელებად ერთგვარი აი შენ როგორ ფიქრობ იყო თუ არა ეს კიდევ ერთი შეტევის ვთქვათ ცდელობა ჟურნალისტებზე ექსპერიმენტის ფორმით ხომ არ მოხდა ეს რომ დაეკავებინა ჟურნალისტები რომ აი მეტი შიში რაღაცნაირად დაეთესათ საზოგადოებაში და მით უმეტეს მედიაში კი და კიდევ სხვაებიც დააკავეს ბოდიში პუბლიკას ბასტი ნინია კაკაბაძე ლიკა ბასალია-შავგულიძე ვახოსგან განსხვავებით ლიკას შემთხვევაში კი სხვებს არ მოუწიათ პატიმრობის გატარება იზოლატორში მაგრამ ხო ვახოს ვასკას ეს საერთოდ არის გაგრძელება კი ყველაფრის გაგრძელება რაც ხდება საერთოდ რა პროცესიც მიდის იქ ძალიან ლოგიკურად ჯდება ეს ყველაფერი ხა მე როგორ ვხედავ ამ პროცესს მაგრამ მე მზიაზეც გადავალ როდესაც მიიღო რეჟიმმა რაღაც კანონი ეს მიიღო იმიტომ რომ შენ რაღაც ვერ გაბედო და როდესაც ბედავ მე ის მოყვება ასე ვთქვათ ამ პროცესში შედის უფრო სიღრმეში და გეუბნება რომ ნებისმიერს დავიჭერ ნებისმიერს ვინც არ უნდა იყოს ის რა ასაკის რა პროფესიის აქ ამას ჩვენ ჟურნალისტები ვართ თუ არა კი ეს კიდევ სხვა ფოკუსი შეიძლება იყოს მაგრამ მისთვის იმ მომენტში არ აქვს მნიშვნელობა ვინც არ უნდა იყოს ყველა უნდა დაიჭიროს და ამას აკეთებს იმისთვის რომ საბოლოო ჯამში გატეხოს წინააღმდეგობა და მან ეს ვერ მოახერხა მე ამაში ღრმად ვიყავი დარწმუნებული იმიტომ რომ აი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ მოდის სისხლის სამართლის პატიმრობა და ეს გარკვეულ საფრთხეს უქმნიდა ადამიანებს ასე იყო წარმოდგენილი ეს მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი რომ ეს კანონი ვერ იმუშაობდა შეუძლებელია მან იმუშაოს ზუსტად ამიტომ მოუწიათ იმ პოლიციელების იქ დაყენება რუსთაველზე რომ უკვე დიქტატორი ეხვეწება მოქალაქეებს რომ იქ არ გადავიდეს იმიტომ რომ მისივე კანონი მოქალაქეებმა არ მიიღეს და შენ რა დიქტატორი ხარ თუ კი შენი კანონი არ მუშაობს ყველაზე დიდი თუმცა ზიასაც სთავაზობდნენ სხვათა შორის აი ახლა რაც შეეხება უნდა გადავიდე ამ ნაწილზე ეს კანონი როგორც იქცეოდნენ ამ კანონთან დაკავშირებით
და როგორც იქცეოდნენ მზიასთან დაკავშირებით. სხვა ფაქტებიც რო ავიღოთ, ყველაფერი გავს ერთმანეთს და რატომ გავს? დიქტატორისთვის მთავარია ორი რამ მოხდეს, როდესაც ებრძვის ინდივიდს. ერთი, რომ ის გატეხოს და მეორე, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას მის მიმართ სოლიდარობა. თუ კი ეს ორი რამ გატყდა, მაშინ იმარჯვებს დიქტატურა. ჩვენ ახლა გვაქვს დიქტატურა, მაგრამ ეს დიქტატურა ვერ იმარჯვებს, იმიტომ რომ წინააღმდეგობა არსებობს. რა სცადეს მზიას შემთხვევაში? აი, ჩვენ ვნახეთ, რომ დარჩა დიქტატორი ბიძინა ივანიშვილი და მოქალაქე ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ისინი იყვნენ ერთმანეთის პირისპირ. რა გააკეთა ივანიშვილმა? იმისთვის, რომ სოლიდარობა არ ყოფილიყო, მზიას დისკრედიტაცია უნდა დაწყებულიყო, ან ის გაეტეხათ. ახლა საპროცესო შეთანხმება ახსენედაც. ვერ მოხერხდა ვერც. იმიტომ რომ როგორც კი შევიდა მაგ ველზე, სადაც უნდა ეცადა დისკრედიტაცია, პირიქით მოხდა. ადამიანის რეპუტაცია იმდენად მაღალია, ვერაფერი მოუხერხა და უფრო მეტიც ადამიანებმა ღრმად ჩაიხედეს მზიას ბიოგრაფიაში და დაინახეს იქ მხოლოდ საამაყო ამბები. ამ ნაწილში ბიძინა დამარცხდა რაღაც გარიგების ნაწილში. მზიამ თქვა, რომ არა. აი ამ შემთხვევაში, როდესაც დიქტატორი ინდივიდს ვერ ამარცხებს და როდესაც ამ ინდივიდის მიმართ სოლიდარობა შეუძლებელია იქ გაიმარჯოს აი ამ სისტემამ, რომელიც ახლა აქვს. და აი ეს აქციები, როდესაც მოქალაქეები გადადიოდნენ, მე ყოველთვის ვამბობ, რომ ტროტუარზე რომ ხალხი დგას, ეს ხალხი იწვევს ჩემს ისეთ აღფრთოვანებას და იმიტომ რომ იქ ადამიანები იდგნენ, როდესაც დაინახავდნენ, ну თუ აი დღეს შეიძლება ვერ იმ წუთას გადადიოდნენ. ანუ ისინი თვით ორგანიზებით დარაჯობენ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას. ჩვენ ხშირად ვსაუბრობ დემოკრატია, ევროპა, ეს ყველაფერი შემადგენელი ამის, მაგრამ ის ხალხი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას დარაჯობს და გადავა და ბიძინა ივანიშვილმა იცოდა, რომ სისხლის სამართლის მუხტზეც გადავიდოდა ეს ხალხი და მიხვდა იმას, რომ ციხეები გაივსებოდა სისხლის სამართლით დაჭერილი უამრავი ადამიანით. ანუ დამარცხდა თავისსავე კანონთან. ისევე როგორც დამარცხდა იმ საქმეში, რომელიც მან წამოიწყო მზიაშენ, მან რა თქვა? მან თქვა, რომ დგებუაძე არის ჩემი წარმომადგენელი. დგებუაძე არის ეს სისტემა და დგებუაძემ უნდა გაიმარჯოს. და დგებუაძემ, როგორც ივანიშვილის წარმომადგენელმა განიცადა კატასტროფული მარცხი პერსონალურადაც. იმიტომ რომ აი ამ საქმეში შემოეფშნა საზოგადოებას ეს დგებუაძე. დგებუაძე როგორც მოვლენა გაქრა. მაგრამ ამ მოვლენის სათავეში არის ბიძინა ივანიშვილი, რომლის სისტემა ჯერ არ გამქრალა, ის ცდილობს რომ ჩვენ დაგვამარცხოს, მაგრამ ვერ გვამარცხებს. იმიტომ რომ არსებობს გაუტეხელი ხალხი და არსებობს სოლიდარობა. აი ამ ორი რაღაცის მოშლა უნდოდა და ვერ მოშალა და ამ ერთმა საქმემ ორივე აჩვენა. ვერ დაამარცხა კონკრეტული ადამიანი და ვერ დაამარცხა საზოგადოება, იმიტომ რომ საზოგადოება ცოცხალია, მანამ სადამ ის არის სოლიდარული. აი ეს გააკეთა მზიამ. ის არის უდიდესი მოვლენა ჩვენ სამწინააღმდეგობაში. მერე ისტორია კიდევ იტყვის თავის სიტყვას, მაგრამ ახლა რასაც ვხედავთ, ეს არის იმ ტიპის გამარჯვება, რომელიც საბოლოო ჯამში ამარცხებს დიქტატორებს და როდესაც მზიას ის წიგნი ეჭირა ხელში, ეგ წიგნი იყო გამოხატულება ყველაფრის. პირველსავე დღეს მე მივხვდი, რომ მას ვერ დაამარცხებს უბრალოდ, იმიტომ რომ ის წიგნი იყო სიმბოლო და იმ წიგნის დასახელება იყო სიმბოლო იმის, რომ ეს ადამიანი არ გატყდება და თუ კი კონკრეტული ადამიანი არ გატყდება, საზოგადოებაც არ გატყდება. აი ზუსტად ამით არის ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენა და როგორი სამწუხაროა, რომ ეს ხდება მისი ჯანმრთელობის ხარჯზე. და კიდევ ისეთი სიმბოლურია, რომ ეს მხედველობასთან დაკავშირებით ხდება კიდევ, იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა დაინახა, აი მზია კარგავს მხედველობას, მაგრამ სხვებს აეხილათ თვალი, თუ რა ბოროტების წინაშე დგას ახლა ეს ქვეყანა. ამიტომ მგონია, რომ ჩვენი აი ამ საქმიდან გამომდინარე მგონია უპირველეს ყოვლისა, ჩვენ რასაც ვაკეთებთ, როგორც უწევთ წინააღმდეგობას, ეგ
კი, მნიშვნელოვანია ყველაფერი თითოეულ ადამიანს თუ რამე შეუძლია, მაგრამ ზიას საქმე არის ჩემთვის რწმუნება იმის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში. აუცილებლად ასე მოხდება, იმიტომ რომ მან ორი მთავარი რაღაც შეინარჩუნა და ჩვენ მოგვცა საშუალება გვეჩვენებინა ერთმანეთისთვის, თურმე როგორი სოლიდარობა გვწოდნია. მარტო მზიას საქმეში კი არა, ყველაფერში ეს გადამდებია. კი. ლიკა, ეხლა მე მინდა თითო-თითო წუთი მოგცეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიდეო ელოდება ჩვენს, ასევე სოლიდარობის ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს გელა იყო ნიკო არდოტელთან, არაჩვეულებრივ ადამიანთან, მას ჭირდებოდა სინათლე და საზოგადოების სოლიდარობის და ღვთისამბების ძალიან ისეთი კონსოლიდაციით მოხდა ეს საოცრება და ნიკო არდოტელს დღეს უკვე სინათლე აქვს და ვინც ის ჩვენ გვიყურებს კიდევაც და ახლა ისმენს იმას ყველაფერს, რასაც ვლაპარაკობთ ქართულ მედიაზე და მზიაზე. ლიკა, მოდი შევაჯამოთ და მაინც ამ წუთას რა მდგომარეობაშია ქართული მედია, მიუხედავად ყველა იმ კანონისა, მიუხედავად ყველა იმ შეზღუდვისა, მიუხედავად ყველაფერი იმისა, რაც გავიარეთ და რა პროცესში ჩვენ ახლა ვართ ყველანი. ძიმე მდგომარეობაში ხდეტალებში აღარ შევალ გელა აღწერა რა ვითარებაც არის და როგორი კედლები ამოგვიშენა ქართულმა ოცნებამ იმისთვის რომ ვეღარ გავაგრძელოთ ფუნქციონირება, მაგრამ ისევ და ისევ მომხნევებს ის რომ ჩემს გარშემო ხედავ არაერთ ადამიანს, რომელიც უბრალოდ მზად არის რომ სიმართლეს ემსახუროს ბოლომდე და ემსახუროს გამარჯვებამდე და მე ამაში დარწმუნებული ვარ. მიუხედავად იმისა სასამართლოში რას იზავენ, როგორ გაამკაცრებენ, ეს ხომ ყველაფერი იმაზე მეტყველებს რომ წინააღმდეგობა მათთვის არის დამაზიანებელი და ამიტომ ცდილობენ რომ ყველანაირი კერა ამ სურათის აღკვეთონ, თითქოს არ არსებობენ ადამიანები, ვინც მათ არ ეგუებიან, მათ აზიანებთ შეუგუებელი ადამიანების ხილვა, გამოჩენა და ცდილობენ რომ რაღაც სხვადასხვანაირი შეზღუდვებით ეს ყველაფერი დახატონ ისე როგორც მათ სურთ, მაგრამ მეც ვფიქრობ რომ მათ შორის აი გზებზე გადასვლის ნაწილში ეს ცოცხალი კედელი უკვე იმიტომ დააყენეს რომ მიხვდნენ რომ მათთვის ძალიან დამაზიანებელი იყო ამდენი დაკავება. ძალიან გაჯერდა საინფორმაციო სივრცე, ძალიან მაღალი იყო საზოგადოების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება და ამიტომ აღარ უნდათ ეჩვენებინათ რომ საზოგადოება მზად არის აი ესე ორგანიზებულად ეს დრაკონული კანონი, რომელიც ყვეუთ ოდირის დასკვნაც არსებობს, რომ სრულიად შეუსაბამოა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან, დაემარცხებინათ ყოველდღე რუსთაველზე ამ აქტით, რომელიც იყო რუსთაველზე გამზირზე გადასვლა სამანქანო გზაზე, ხო? ამიტომ მათთვის ეს ძალიან დამაზიანებელია, ძალიან რთულია, მაგრამ მეც იმედიანად ვარ და მე მჯერა რომ სოლიდარობა და ერთობა საბოლოო ჯამში დაამარცხებს ამ მოსამართლობას. გელა, ერთი წუთი. ხო, ყველამ ვიცით რომ ბევრ მედია ორგანიზაციას ანტიკორუფციული ბიურო გვერდჩის, ანტიკორუფციული ბიურო რა, რეჟიმი გვერდჩის, ანტიკორუფციული ბიუროს სახით. ჩვენ შემთხვევაში ჯერ საქალაქო სასამართლოს განჩინება წამოგვაწიეს, მერე სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ითხოვენ რაღაც არარსებულ ინფორმაციას. მთავარი მიზანი არის მიაღწიონ, რომ მოსპონ ყველა შესაძლებლობა, რითიც ჩვენ ახლა ვარსებობთ, რითიც ჩვენ ახლა პროფესიულ საქმიანობას ვასრულებთ, რითიც ჩვენ ახლა ჯერ კიდევ ვიბრძვით. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა წავიდეს საქმე მედიის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ისეთი თანამებრძოლებთან ერთად მიწევს ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნა, პირველი როგორც მზია და მეორე როგორც ლიკა. ის შეუდარებელი თანამებრძოლია, როცა ის გვერდით არ ყავს. სულ მგონია რომ მარჯვენა ხელი არ მოგვს ხოლმე რაღაცნაირად ამ რამდენიმე დღის წინ არ იყო საქართველოში მის გარეშე მომიწია რაღაცების გაკეთება და მკლავ მოჭრილი ადამიანებით კაცებით ვიყავი. მოკლედ ამ ბრძოლაში ყველა ერთად ვართ, ზვიადი ვახო ნინო ყველა, მოკლედ ყველა ვიბრძვით ამ ქვეყნისთვის. თქვენ, შენ მოკლედ ჩვენ დამარცხება შეუძლებელია, ქართული საზოგადოების, ქართული ხალხის დამარცხება, რომელიც ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ, დემოკრატიისკენ და ევროპული განვითარებისკენ იბრძვის შეუძლებელია და ამიტომ იმედები მინდა გავუცრო ყველას, ვისაც ამას ეჭვი აქვს. იმედი აქვს. ნინო. ხო რაღაც ბანალურ რაღაცებს შეიძლება ვამბობდე, მაგრამ ამ ერთ წუთსაც იმისთვის გამოვიყენებ კიდევ იმ ვარაუდით, რომ შესაძლებელია გვიყურებდნენ ადამიანები, რომლებიც ამ პროცესს ბრძოლა უწოდა გელამ, ამაში შედის ყველაფერი, შრომა, საქმის ერთგულად კეთება პირველ რიგში და იმის თქმა მინდა, რომ ბანალური რა არის. რომ შეიძლება ვინმე ფიქრობდეს და არიან, ვიცი ასეთები, რა ვიცი, რაღაც კომენტარებს და პოსტებს ხო ვაკვირდებით და
რომ ფიქრობენ რომ აი რაღაცა ეს ორომ ტრიალი რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს, აი თუ აღარ იქნება ვთქვათ ეს მედია, ეს დამოუკიდებელი მედია, თუ აღარ იქნებიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, დამშვიდდება ყველაფერი და გავაგრძელებთ ცხოვრებას რაღაცნაირად. გამოცდილება მეუბნება ამას და ვიცით ყველამ რომ დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვით, გაქრობის მცდელობით და გასაქანის არ მიცემით მარცხდება ყველა. მარცხდება ყველა იმის ჩათვლით, ვინც ებრძვის დამოუკიდებელ მედიას. ყველა დროში ასეა. ზოგი მოკლევადაში მარცხდება, ზოგი საშუალოვადაში, გრძელი ვადაც არ სჭირდება ამას. და მე მგონი ყველა მიხვდება, რასაც გულისხმობ, რადგან ეს ყველას ძლიერება, ყველას სჭირდება რაღაც ეტაპზე ცხოვრების და არაფერი არ არის მარადიული და მუდმივ შრომაშია არსი, ასე ვთქვათ და ბრძოლაში ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის. აი ეს მინდოდა მე თქვა, რომ არავის წინააღმდეგ არ არის ეს დამოუკიდებელი მედიისთვის, ანუ სიტყვის თავისუფლებისთვის და ინფორმაციის თავისუფლებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის შენარჩუნებისთვის ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ქვეყნისთვის და იგულისხმება ყველა. ბრძოლა გადარჩენისთვის, რა თქმა უნდა, ზვიად, ბახო უფრო ძიმეთ ვერ აღწერთ ხო სიტუაციას, რაც თქვეს ჩემო მეგობრებმა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხო ბიძინა ივანიშვილს აქვს გადაწყვეტილი რომ წაართვას მედია ხალხს, აქვს გადაწყვეტილი რომ ჟურნალისტებს ზოგს თავისუფლება შეუზღუდოს, ზოგს ინფორმაციის მიწოდება შეუზღუდოს, ზოგს გავრცელების საშუალებები შეუზღუდოს. ის ყველა მექანიზმს იფიქრებს და მოიგონებს და შექმნის, იმიტომ რომ ის ამისთვის არის მოწოდებული. აქ ამ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ორი რამ. ერთი რომ საზოგადოების ყველა წევრმა განურჩევლად მისი პოლიტიკური გემოვნებისა წარმოიდგინოს რა იქნება მისი ყოველდღიურობა თუ არ იქნება რომელიმე ის მედია საშუალება, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილს არ მოწონს. რა იქნება მისი ცხოვრება თუ არ იქნება ფორმულა, არ იქნება TV პირველი. არ იქნება პალიტრა, არ იქნება პუბლიკა, არ იქნება მთის ამბები, ნეტგაზეთი, რადიო თავისუფლება, ბათუმელები. აი თუ ეს ყველაფერი არ იქნება, რა იქნება მაშინ მათი ყოველდღიური ცხოვრება. ეს უნდა წარმოიდგინოს ყველა მოქალაქემ, კიდევ ერთხელ ვამბობ, განურჩევლად მისი პოლიტიკური გემოვნებისა. თუ ის იქნება დამდობილი მხოლოდ იმ პროპაგანდისტულ არხს, სადაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, სადაც მხოლოდ ქართული ოცნების თავები ლაპარაკობენ, აი ეს რას უკადის მათ და მათი შვილების მომავალს. ერთი და მეორე, რას ფიქრობს ამ დროს ქართული ბიზნესი, როდესაც არის ასეთი ვითარება, როდესაც შეიძლება საზოგადოება დარჩეს ამ მედიის გარეშე და აი ამ ბიზნესმა შეიძლება ფხა ვერ გამოიჩინოს, შეიძლება უნარი ვერ გამოიჩინოს, შეიძლება დაყვეს ქართულ ოცნებას და დაყვეს ბიძინა ივანიშვილს და დავინახოთ რომ მთელი სარეკლამო შემოსავლების ლამის ნახევარზე მეტი ერთ პროპაგანდისტულ არხს შეწიროს საქართველოში. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა ზიდოს ბიზნესმა. ბიზნესი ვერ დაიმალება ჩირკში, ბიზნესი ვერ გაქრება ამ სიტუაციიდან ისე რომ მერე ჩამოიბერტყოს და ჭუჭყი მას არ კონდეს. აუცილებლად ექნება, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა არის მათზე, იმიტომ რომ ისინი თუ დღეს არ იქნებიან სწორ პოზიციაზე, არა იმიტომ რომ მათ მოწონთ რომელიმე ეს მედია საშუალება, არამედ მათ მოსწონთ ის რომ საზოგადოებას უნდა კონდეს ხელმისაწვდომობა ასეთ მედიაზე და ამაზე არ იფიქრებენ და მხოლოდ იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს მოწონს წავიდნენ და მთელი ფული ჩაასხან, სხვა სიტყვას ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ის ჩასხმაა და ის უჯირო ქვევრია და ის
მხოლოდ და მხოლოდ ითხოვს პროპაგანდის მიზანი მხოლოდ ეს არის რომ მეტი მიიღოს და არაფერი არ წარმოშოს გარდა პროპაგანდისა. ხარო გამოჩინოს მედია, მე უბრალოდ ბიზნესმა ამისთვისაც დაჭირდება მედია, სულ ყველაფერს რომ თავი გავანებოთ. ვახო, მოკლედ და გადავდივართ. კი ბატონო, მდგომარეობა ამ მხრივ რა თქმა უნდა ძალიან რთულია, მაგრამ მე არ მიყვარს ხოლმე რაღაცნაირად ისე წარმოვიჩინო თითქოს ახლა ჩვენ მსხვერპლი ვართ. არა, პირიქით. ბიძინა ივანიშვილი ვერ მიხვდა ჩემი აზრით ერთ რაღაცას, აი მაგალითად რატომ არ იხურება ფორმულა. ის ვერაფრით ვერ მიხვდა, ანუ ხო, აი კატასტროფული მდგომარეობაა ზოგადად მედიაში ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ რატომ არ იხურება, ამას ვერ ხვდება. ან თუ მიაღწია იმას, რომ მედია საშუალებები დაიხურა ბიზნესი, რომელიც მაგალითად ვერ იგზნობს მაგ პასუხისგებლობას, ეგ ბიზნესი გაქრება როგორც ბიზნესი. ამას უნდა მიხვდნენ და გადახედონ როგორ ექცევა ბიზნეს თუ რა ვიცი ნებისმიერ სფეროს ივანიშვილი. ჩვენ კი აქ იქნება თუ არა შუქი ამ სტუდიაში თუ არ იქნება სხვა სივრციდან მოგვიწევს, მაგრამ ყოველთვის ვარ მომხრე იმის, რომ ჩვენ არ დავნებდებით, რა თქმა უნდა. შეიძლება ეს სივრცე შეიზღუდოს, კი ბატონო და ივანიშვილმა თქვას, რომ აი ეს მივა იმ წერტილამდე, როდესაც ჩემს სანუკვარ სივრცეს მივიღებ საქართველოში, მაგრამ ვერ მოხდება ეგ. დავუბრუნდები იმას და შევაჯამებ, რითიც დავიწყე. როდესაც არსებობს ერთი ადამიანის გაუტეხლობა და არსებობს სოლიდარობა, თუ კი ამ ორ რამეს ჩვენ შევინარჩუნებთ და ვხედავ რომ ვინარჩუნებთ, ასეთ შემთხვევაში დიქტატორი ვერ გაიმარჯვებს და აი ეს ხდება ახლა საქართველოში, ჩემი აზრით. მადლობა მინდა გადავუხადო კოლეგებს სტუმრობისთვის და წარმატება ვუსურვო იმ საქმეში, რომელიც ხშირად პროფესიაზე მეტია. ეს ადამიანები ჟურნალისტიკის გარდა უამრავი სხვა საქმის, სხვა პროექტით არიან დაკავებულები. მოგეხსენებათ, მზიაც ბევრ ასეთ სოციალურ საგანმანათლებლო თუ სხვა წამოწყებას უძღვებოდა. ამ აქტივიზმში ყველა პროექტ სხვადასხვა სახელწოდება აქვს, მაგრამ ყველა სინამდვილეში არის ქართული საქმე. მზიასთვის მეც მინდა გამძლეობა და გამარჯვება უსურვო წინააღმდეგობაში მყოფ საზოგადოებას და წარმოგიდგინოთ ახალი ეპიზოდი მთის ამბების პროექტიდან ქართული საქმე. ზრუნვის, სოლიდარობის, სიკეთის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც გვაძლიერებს და გვაძლებინებს. შევხვდებით მომავალ შაბათს. ნიკოსთან მივდივართ არტოტელთან ნამდვილ ხევსურეთში. მასთან ორი კვირის წინ ვიყავით, ინტერვიუ ჩავწერეთ, ნახავდით ალბათ ნიკო არტოტელის საქართველოს ამბავს მთის ამბებზე. ჩვენც მაშინ გავიგეთ, რომ ნიკოს შუქი აღარ ქონია და ზამთარს უშუქოდ ხვდებოდა. დღეს თუ არა ზეგმაინც დათუჯრის უღელტეხილს დიდთოლობა უკვე ჩაკეტავს და მაისამდე ფიზიკურად აქ ვეღარ გადმოვიდოდით. რა გული მოგვითმენდა ნიკო საქართველოს რუსეთის საზღვართან უშუქოდ დაგვეტოვებინა? როგორც წესი, ასეთ ქართულ საქმეში სულ გვაქვს ხოლმე ჩვენი მაყურებლისა და მკითხველის იმედი და ამით შეგულიანებულმა ახლაც გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწყო კამპანია სინათლე ნიკოსთვის და აგერ სულ რამდენიმე დღეში უკვე არტოტში ვართ ნიკოს ამ ზამთარს და კიდევ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში სინათლე ექნება. მოდი, ნუ ხარ მოწყენილი. მოდი, ჩოკა, მოდი. აბა. აი ეგრე. ნელა. აი ესე. მოდი ჩოკა, მოდი ჩოკოლა, მოდი. მოდი ჩოკა, მოდი. გამალექსებს ვინმე და დავით გურამიშვილის
წინს კითხულობდი და იქ აქვს ცხონებულს დაწერილო ცოცხალი არ ვის ვახსოვარ მკვდარს ვინსღა გავახსენდებიო მეც იგივეს ვფიქრობდი და თურმე კი არა ხართ ღვთისგან ესეთი ხალხი მოვლენილო შეგიძლიათ გადაგვარჩინო თქვენ შემოგევლეთ ძალიან დიდი ბედნიერი ვარ ახლა რა აბა ნელა არ გამიყვდეს ამე უნდა მაცოცხლონდა მაცხოვრონდა ამათ უნდა გაფრთხილება აჰა ნიკო სიტაბლე სად გამოგედა ხანახან საჭირო ყოფილა დაბალობაც აღმარცხე რომელი თავიდე პირველით ხო უცნობი ადამიანები მოვიდნენ და აგერ რას რამხელა ძალას აკეთებთ დაუჯერებელი რაღაცა აი როგორ დგანა გეგონება აი რაღაცა ესეთ რამე ჩემთვის არის ზღაპარი ჯერ გააზრებულიც კი არა მაქვს კარგად რომ რამხელა ბედნიერი გამხადეთ თქვენ დალოცვილებთ რაგი რა ამოაწყო რა აი ეგ დააყირავე დაწეთი დაბლა და ეგრე უნდა ამოაწყო ხო ვა შენი ეს დაიჭირე დაახლოებით ერთი მტკაվել ნახევარში სუგანიერი ფიცარი მიდის. კი. ვერ მივდივარ აქედან. უბრალოდ ვიღაცისთვის სიტყვის უნდათ და ბევრმა თქვა ეს რომ უი აწყობს თვითონ უნდათ და იმიტომ არიან ვინ უთხრა რომ იყავი. ხო ვიღაცისთვის ძალიან ადვილი დასათმობია და ჩემთვის არ არის ესეთი ადვილი. მთელი ჩემი ოფლის შრომა ყველაფერი აქ არის რატომღაც აი უბრალოდ გული მომიკვდება ის რომ დავტყო და წავიდე და ის რო არის რომელიც იმის ლექსია რომ მეშინია ის წალკოტია 60 სხვა არავინ მოვიდეს და დაიკავოს. აი მართლა მეშინია რომ მოხვალ და სიცარიელი იქნება, მკვდარი იქნება ხევსურეთი. მაგაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს. აი როგორც სამყაროს სჭირდება მზე, მზიშუქი, ისე ყოველ ოჯახს სჭირდება სინათლე. 1000 საქმეა გასაკეთებელი შრომა ყველაფრისთვის, იმიტომ რომ კაცნი ვართ და გვჭირდება. მით უმეტეს მთაში არავინ დამხმარე რო არა ჩანს, არავინ მშველელი რო არა ჩანს და მიტოვებული ხარ რა. ხუთსულიანი ოჯახი, თან როცა გიღწევს ესეთ ფიზიკური შრომა, იქ ძროხა ყავს, იქ ტყეში გინდა, იქ ქვაზე მუშაობ და ყოველ დღე არის სარეცხი, ყოველ დღე და ამას ყოველ დღე რეცხავ ხელით ზამთარში, აი მართლა ბევრჯერ ყოფილა რომ გამიფენია სარეცხი, ხელები ზედ მიმყინვია და სარეცხის შპილკები ხელზე დამკრია ის რკინები და ზედ დამწებებია იმ ყინვაში და ამ ყინვაში ამ წყალს ღუმელზე რამდენი უნდა გავაცხელო რომ ეს სარეცხიც გავრიცხო და პლუს ამ სარეცხი უნდა გაავლო ის გაასუფთავ მარტო გარეცხვა ხო არა და დაფინა ხო აი ამას მიღწევდა ცივ წყალში რო ვრეცხავდი და ხელები რო ეს რო გამიყინებოდა მიტირია მართლა მიტირია იმას რომ ეს ხელები გარეთ გამოსვლა სითბოზე რო შევსულა ტკივილი დამწყებია გამოსვლა ისე ცივ წყალში ჩამიყვია და აი იმ გაუსაძლის პირობებში აი ესე გავზარდე შვილებიც აქ ახლა 17 ძროხას რო ხელით მოწვილი მე იმას ყველაფერს ხო დამუშავება უნდა რძეს შედგება უნდა კარაქი გავს მე ერბო უნდა დაამზადო ყველაფერი და ფიზიკური შრომა აი აუტანელია ეს ყველაფერი მართლა ღამეები ბევრჯერ არ მძინები ამდგარ ვარ და აი ბავშვებსაც იმ დონეზე ყოფილა რომ ხელები რომ აწუხებს და მტკივას ახსრები ბავშვებიც რომ ამდგარან დედ სუდად ხო არ ხარ დედ რა შვები ელემენტი მინდა სასტრაფოთ აი ესეთი პატარა მოიცა 55 წელია ხევსურეთის იქით არ ყოფილი ვარ. უბრალოდ ვიღაცა რომ შემოდის და რა ლამაზია, აუ რა 64-ში ცხოვრობთ. კი, 64-ია და ზუსტად 64 რო არის, ამას გაფრთხილება უჭირდება. რატომღაც გონია ძალიან ბევრს რომ ეს ხევსურება უნდა შეინარჩუნონ ხევსურეთი. და არა ის რომ ეს სახელმწიფომ და მთავრობამ და ქვეყანამ და ხალხმა და ერმა უნდა შეინარჩუნოს ხევსურეთი და გადაარჩინოს. მარტო ეს შეძახილები არ გშველის ჩვენ აქ რომ რა კარგ ადგილას ცხოვრობთ, აი მე ნატურალურია ყველაფერი. სახელმწიფო რისიც ვალდებულია თავისი ქვეყნის და ერის და ხალხის წინაშე ვითხოვთ მხოლოდ იმას. დენი, გზა და კავშირი, სატელეფონო კავშირი. განგებელი ქვია თუ მერი ქვია აქ ადგილობრივს არც ვიცი
საქმის ყურში იყო ყველა რომ ეს პანელები გამოვიდა მწყობრიდან 20-ში დაამონტაჟეს და ესაც არასამთავრობო როგორც ხელისუფლებიდან არ ყოფილა თავიდან მაქსიმალურად უფრთხილდებოდი მე ამას რომ უბრალოდ დენის წყარო მაინც მქონოდა რომ მაცივარი მე არ მქონია და არ ჩამირთი არასოდეს სარეცხი მანქანაც აი მქონდა ხოლმე ეს რუსული მანქანა რომ აი ცოტა ცხელწყალში ჩავასხამდი და მასაც ყავდა სადღობელი შარშან შევიძინე რძის სადღობელი მასაც ხელით ვდღებავდი მაქსიმალურად უფრთხილდებოდი მაგრამ ამას გარანტია ჰქონდა 4 წელი როგორც მახსოვს თუ 5 წელი აი გამოვიდა უკვე მწყობრიდან და ამზაფხულს უკვე მივხვდი რომ ზე რო გადადიოდა უკვე ვარდებოდა დაბლეს კვების სისტემა აღარ იყო ხოლმე ერთი ნატურა გვენთო მხოლოდ 9 საათს უკვე ვიძინებდით ფაქტიურად წვებოდით რა და საწოლში ან ტელეფონი ფანიშუქსა იყო ნიკო რო კითხულობდა ან რაღაცა აი ესე ვიყავით სასწაული ესენი შეერს და პოვები. სანამდროვარი. ანუ როგორ შეუძლია რომ ამ თებში გადაკარგულ კაცს ბარიდან აი ესეთი ხელმოქმედება, ესეთი დახმარება გაუწიონ. ამიტომ ყველას ვუხდი უღრმეს მადლობას. აი შთამომავლობა, როგორი შთამომავლობა მოდენილა, როგორები ვართ. როგორი საქმე უნდა ვაკეთოთ? ნახე, გაქვს საქართველოს სამართლო. ნიკო არდოტელის საქართველოს ამბავი რაც გავაკეთეთ, თუ არა? ვადევნებდი თვალს და ის როგორ აი რაღაც რო ხედავდი ამ ხალხის კომენტარებს რო ვკითხულობდი, ამდენ გაზიარებას ესეთი რეაქცია რომ მოყვა. აი ესეთი ბედნიერი ვიყავი რომ არ ვიცი. აი უბედნიერესი ვიყავი, გელა ვიცოდი რომ ეს საქმე მივიდოდა ბოლომდე. მართლა კეთილია ზღაპრის ბოლო ესე იქნებოდა. ისი უყურებს კოდკას პირველ ხედავს ტელევიზორს. პირველ უყურება მაგრამ. ჩართე. მე რამდენეს თველს და ზამთარს უნდა შევხვდე მიღმათებში მარტო. არი დავდომ ფორნალია შამი რითმაში ჩაძავდო. იყო ჩამოსწრებოდი. ეს ხალიკოა ეს არა. აი ესე ინტერნეტის საშუალებით ნახე რომ აი ესე ნიკო არდუტელს ჭირდება სინათლე და ვიფიქრე რომ რანაირად რა მოხდება თითქმის არც მჯეროდა ეხლა ზღაპარში მგონია თავი თურმე ხართ ისეთი ადამიანები ვისაც შეუძლია რომ გაჭირვების დროს მიხვიდე და გადაარჩინო ოჯახი სინათლე მიუტანო კაცმა უნდა თქვა სიმართლე ეს ხელა რაღაცა არის რომ სიცოცხლე გიხარია სამშობლო გიყვარდება ხალხი გიყვარდება ყოველი თეთრი ყოველი ლარი ხო შრომობენ ეს დალოცულების შორიდან იყო ზოგი უცხოეთში არის წასული და იმისი ოფლით მე აი სინათლე მაქვს ამიტომ ყველას წირავ და გწირავ უღრმეს მადლობას კიდევ ერთი საჩუქარი გვაქვს ჩვენი მაყურებლებისგან ანუ ეს არის ჩვენი მკითხველების სასაჩუქრე ვაუჩერი ბარათი 3000 ლარზე ნიკოსთვის არტში ტექნიკა ზაფხულისთვის და ზამთრისთვის ეს ჩემი ნიკო გეპოპა ის არ ვიცი ვინ გაიმეტა ჩემთვის ასეთი მოქმედება მაგრამ თქვენ ხო გააკეთეთ თქვენ ხო უძღვებით ყველას აი დალოცვილები იყავით ღვთისგან უფლისგანო აი ესე რო ეხმარებით ჩვენს ხალხს ჩვენს ქვეყანას ჩვენს მთებს მერთმა სიკეთე მისცეს ხვავი და ბარაკა მისცეს და ჯანი და ჯანმრთელობა ყველას ვის თითო ცენტის გაიღო ჩვენთვის და ჩვენ გვერდში დავიდგა აი ახლა თქვენ რასაც აკეთებთ ეს არის მთელი ქვეყნის გასაგონად ვამბობ სამაგალითო რაღაცა აი ესეთი რაღაცა მე არ მჯეროდა რომ მოხდებოდა კი ესეთი საქმე ქართული საქმე გადაარჩენს სამშობლოს მეგობრებო სამახსოვრო კადრს ვიღებთ და ტრადიციად ვაქციეთ რომ რას ვამბობთ ხოლმე 1 2 3 გავანაცეთ ანდონი